მოგესალმებით ძირფას ტელემაყურებლებო. დღეს პეგატივის რუბრიკა რეალურ ანალიზში გვაქვს შეხვედრა ბატონ თემურ გიოქელიძესთან. ბატონ თემური გახლავთ ყველას კარგად მოგეხსენებათ, ეს თქვენთვის უცხო ადამიანი არ არის. იგი გახლავთ ანალიტიკოსი და ჩემთან ერთად და კიდევ დავით ჭაბუკაშვილთან და გიგლა გობეჭიესთან ერთად დიდი ქართული გაერთიანების ინიციატორი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი თავფუსელი მინდა დავიწყო იმით, რომ გადაცემა იწერება 9 მაისს 2025 წლის 9 მაისს. დღეს არის ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე, რომელსაც პროგრესული საზოგადოება მსოფლიოსი ყოველთვის ეიმობდა და ჩვენს ვერთდებით ფაშისტზე გამარჯვების დღესასწაულს. მით უმეტეს, რომ საქართველო ძალიან აქტიურად იყო ჩართული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1941-45 წლებში საქართველომ დაკარგა დაახლოებით 350,000 ჯარისკაცი, ომში წასული 700,000 ქართველიდან. და საბოლოოდ მოხდა დათვლა პროცენტული დანაკლისის მოსახლეობის ცოცხალი ძალის მხრიდან, აღმოჩნდა, რომ საქართველო პირველ ადგილზე არის თავისი მოსახლეობის თითქმის 50% გაწყვეტა. და ამ შესწირა ამ უზარმაზარ დიდ საქმეს, რასაც ქვია ფაშიზმის დამარცხება. ამიტომ ის დიდი სენი, რომელიც მოიშორა 45 წელს ჩვენმა დედამიწამ, ბოლო პერიოდში რატომღაც ჩანს ისეთი წინაპირობები ჩნდება, თითქოს ხელახლა იღვიძებს ზოგიერთ ქვეყანაში და განსაკუთრებით მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ევროპის ქვეყნების თანამდებობებს, დიდ თანამდებობებს ზუსტად იმ ფაშისტური გერმანიის შემოქმედთა და ფაშისტური გერმანიის იმ დამნაშავეთა შვილიშვილები და შვილთაშვილები იკავებენ მაღალ თანამდებობებს და ადრე თუ ეს იყო ნაცისტური მიმართულების ფაშიზმი, ეხლა ჩვენ გვაქვს გლობალური მიმართულების ნაციზმი, საერთოდ და გლობალიზაცია მიიღო სახე, ნაცისტური სახე, გლობალური ფაშიზმის სახით გვევლინება ზოგიერთ ქვეყანაში. სიტყვის თავისუფლებას ახშობენ უმეტეს ქვეყნებში და ძლიერნი ამასოფლისანი არას დაგიდებენ მედია საშუალებების პირის ამოკერვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მსოფლიოს პოლიტიკის საცდები საქართველოსაც ეხება და საქართველოსაც შეეხო და საქართველოში განსაკუთრებით გაუსაძლესი პერიოდი შეიქმნა ბოლო 30 წლის განმავლობაში ნელ-ნელა და ფაქტიურად საქართველოს მივიდა გადაშენების პირამდე. საქართველოში ქართველს აღარ დაედგომება, საქართველოში ქართველები თითქმის უმცირესობაში გადავდივართ უკვე და არ გაიკვირდეთ ჩემო ძვირფასებო, რომ ერთ დღეს დადგეს საკითხი, თუ უმცირესობას წარმოადგენთ თქვენი ქვეყნისას, მაშინ რატომ უნდა ერქვას მას საქართველო და არ გაიკვირდეთ, რომ ერთ დღეს შეიძლება სახელიც კი გადაარქვა და სულკილად ახალი და ამაზე პროტესტის გამოთქმელი აღარავინ დარჩება, იმიტომ რომ იქნებით უმცირესობაში და უმცირესობას ხმას ამოგვაკეტინებენ. მართვად უმცირესობას შეინარჩუნებენ და როგორც ხშირად ამბობს ბატონ თემური, ვინც ამას არ დაეთანხმება, შეიძლება პირდაპირ არ მინდა ამ სიტყვის თქმა გავშუშონ. მინდა წინაპირობა დღევანდელი გადაცემის გითხრათ, ჩვენი საეცნიერო ჯგუფი ვიმყოფებოდით ქალაქ ჭიათურაში. ყველამ კარგად იცით, რომ ეს არის წარმოებაზე შექმნილი ქალაქი თავის დროზე. ჭიათურის
საბადოებზე შეიქმნა ფაქტიურად ეს და ამ ქალაქის დამაარსებლებთან შორის მოიაზრება ნიკო ნიკოლაძე დიდი ქართველი გამომგონებელი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი და ეს ის ხალხია რომლებმაც მარგალეცი, როდესაც სოფლიო მარიცოდა რა იყო მარგალეცის უზარმაზარი საბადო გახსნეს და საქართველოს უნდა ეხეირა ფაქტიურად თავის წიაღისეულით. მაგრამ დღეს ხვდებით იმას, რომ მარგალეცის საბადოები ჭიათურის მოსახლეობას გაუხდა დიდი ტკივილი და დიდი ჭირად ექცა. ფაქტიურად მარგალეცი აღმოჩნდა ის, რომ ის მოსახლეობა, რომელიც იქ არის, ფაქტიურად ამის გამო აღარ დაედგომებათ იქ, იმიტომ რომ სამუშაოზე აღარ უშვებენ ამ ხალხს, დაკეტეს შახტები, ხელფასები აღარ ურიგდებათ, ყველა საქმე თითქმის ბანკის ვალი, გუშინ ჩვენ რო ჩავედით ძალიან სავალალო მდგომარეობა დაგვხვდა და ძირითადად მინდა ამ თემას შევეხო. დიდან პროტესტიდან მაღაროელები არ ამბობდნენ ესეთ რამეს. მათ შორის დაჭერილი ბიჭები, მათ შორის მოშიმშილეები, შიმშილობა დაიწყო ერთი მოთხოვნით, რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩვენთან დაჯდეს სასაუბროდ. აი, საუბარი იყო. ყველაზე მეტი ჩიხი გამოიწვია იმან, რომ ჩვენ გვჭირდება გარანტიებიო პირველივე დღიდან 2 თვენახევარი გადის. მეტი არაფერი არ უთქვია ამ ადამიანებს, რომ ჩვენ აქ ვიცით რა არის პრობლემები. აი თქვენ რასაც საუბრობთ, ეხლა ეგ პირველივე დღიდან ეგრე გვაქვს გაჟღერებული, რომ ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო გარანტიებიო. სახელმწიფო არის ჩვენი ბატონ-პატრონი, სახელმწიფოა ჩვენი, ესე ვთქვათ, მამა, დედა, კეთილის მსურველი და კომპანიას, რომელსაც ვენდეთო წლების წინო, შარშანწინო არ შეასრულა. ისევ უმუშევარი დავრჩით, ისევ ბანკის ვალებთან დავრჩით, ისევ მენეჯმენტმა ვერ გაამართლაო და ეხლა რომ რაღაცები უნდა დალაგდესო და პირობითად დაიწყოს მუშაობა. არა აქვს ამ ხალხს იმის პრეტენზია, რომ ის იყოს და ის არა. ვინც მოვაო ამ ესე ვთქვათ საუბარში, გადაწყვეტაში, ესე ვთქვათ რაღაც ჩამოყალიბებული ხო არის რაღაცაზე რომ შევჯები. ამაზე იყო სახელმწიფო ჩართულობა, ოღონდ ამ ჩართულობაში და ამ სამხრეთ კომისიაში ჩვენ დავჯდეთო. პროფკავშირი კომპანია და სახელმწიფო კი არაო მარტო, ჩვენც ჩავხვდეთო 2-3 მშრომელი ადამიანი, ვინც ვიცით პრობლემებიო, ჩვენ იყურით მოვისმინოთო და რაღაცაზე რო შევჯერდებითო, იქ იყოსო ისეთი ბეჭედი დასმულიო სახელმწიფოს მხრიდან, რომ ამას ვიღაცა თავისნებით არ გადაუაო, არც იმ სიტყვასო და არც იმ ხელმოწერისო. აი ეს იყო მთავარი მიზანი და მოშიმშილებიც, ეხა შიმშილობენ ერთი მოთხოვნითო, სახელმწიფო დაჯდეს ჩვენთან, სასაუბროთ რომ ვაცოდინოთ რა არის პრობლემა, ვაცოდინოთ გამოსავლის გზები და როცა შევჯერდებით კომპანია და სახელმწიფო, რომ აი კომპანიის წარმომადგენელი თუნდაც ეს მენეჯმენტი ამბობს, რომ მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ აქ 3600 კაციდან 2500 კაცს დავასაქმე. თუ ის ამბობს, რომ მე 1000 კაცზე მეც ვერ დავასაქმებ, უკვე პრობლემა არის, იმიტომ რომ 2500 ადამიანს რას უშვებით, ხო? ეს იმხელა ციფრია, მაგრამ პირველივე დღიდან ამბობენ ეს ადამიანები, რომ ყველა მომუშავე მანდ არ არის, ყველა საჭირო მანდ არ არის. ჩვენც დაგეხმარებით იმ ხალხის გაცხრილვაში, ვინც ვერ იღებს დოვლათის შექმნაში თავის წვლილს, ვინც არის გაბერილი შტატები, ვინც უაზრო დიდ ხელფასებს იღებს, თორე რამე საწინააღმდეგოს კი არ იძახოდნენ, ან სახელმწიფო საწინააღმდეგო კი არაფერი იყო. უბრალოდ გვინდა ჩართულობა იმ დონეზე, რომ მინისტრის მოადგილემ კი არ გადაწყვეტოს, ან რომელიღაცა სამინისტროს მოადგილემ, იმიტომ რომ ესეთი გადაწყვეტილებები შარშანწინაც იყო და არ შესრულდა. მოეწერა 14 პუნქტიან ხელმოწერას შეთანხმებას ხელი, რომელიც 14 პუნქტიდანაც დაახლოებით 70% არ შესრულდა და ერთი წლის თავზე კომპანიამ თქვა, რომ დათხოვნილები ხართო. ამის პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ იღებს, იმიტომ რომ ეს ხალხი ისევ უმუშევარი დარჩა, ისევ ბანკებთან დარჩა და ზუსტად ეგ არის მიზანი სახელმწიფოსი ჩვენი, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, თქვენ ხართ ის ძალაუფლება, ვინც ამ ბიზნესს მე ეტყვის, რომ ჩვენ რო შევთანხმდით კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ეს ყველაფერი. რო შევთანხმდებით რაღაცაზე, როგორ ვაპირებთ მაგალითად მუშა პროცესის გაგრძელებას. იქ ხო არის თავის დროზე შეიძლება არასწორად გაიცა ის ლიცენზიები, მაგრამ იმ ლიცენზიაში წერია, რომ მაღაროების გარეშე მოპოვება არ უნდა იყოს ჭიათურაში. ეხლა თუ ვიღაცას იქ თავისი რაღაცა ინტერესები დაულაგდა, ამ ხალხმა უნდა იცოდეს რა ინტერესები დაალაგდა.
თუ ვიღაცა პირდაპირ იძახის რომ მე არ მჭირდება პენსიონერები, ხო? ეს გაცხადებული უნდა იყოს, უნდა იცოდეს ამ ადამიანებმა რომ ჩვენ რამდენი ვრჩებით უმუშევარიო და თუ ეს ციფრი არის მინიმუმ 50 და 60%, ეს პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში როგორ კაცო რას უშევით ამ 2000 ადამიანს, ამ 2000 ოჯახს ჭიათურაში. იმიტომ რომ ეს 2000 ოჯახი 200 ხო არ არის რომ ვიღაცა უცებ წავიდეს სხვაგან ნახოს ან აქ ამ ქალაქში დასაქმდეს ან თბილისში ან საზღვარგარეთ 2000 ადამიანი არის პლუს ოჯახი. აქედან გამომდინარე ვიღაცას რაღაცა ხომ უნდა კონდეს გეგმა და თუ ვინმე მოდის აქ გეგმი არ მოდის სწორად და ისევ დაждდნენ დღეს ახლა გასაკითხო რომ გადავწყვიტე ჭიათურის ბედი დაალაგდა მუშაობას ვიწყებთ მაგრამ არავის არ გამოუტანია გარეთ როგორ აპირებენ ამის გაკეთებას. არა ხალხისთვის მუშა დასაქმებულებისთვის არა უხსნიათ ან რა კონკურსი იქნება ან რამდენი დასაქმდები ან გარანტია ვისგან იქნება უბრალოდ კომპანიამ გადაწყვიტა ერთ-ერთმა ახალმა მენეჯმენტმა და იმ ახალმა მენეჯმენტმა რო თქვას ისევე 5 თვეში ან 1 წელში რომ ვერ გაამართლა 100 არ მოხდა ანუ ამისი პასუხისმგებელი არავინ თუ არ არის რა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს ბატონდებულ მოგესალმებით მანამ ძირითადად ამ საკითხზე გადავიდოდეთ და პირველ ბლოკში ძირითადად ჩვენ ვისაუბრეთ ჭიათურ მანგანუმზე დღეს მას ქვია ჯორჯიან მარგანეზი ხო ასე ვთქვათ ამ საბადოს მფლობელი ამ მანგანუმის მფლობელი არის ვინმე კოლომოისკი ოლიგარქი რომელიც თავის ქვეყანაში თუ არის სად ციხეში ზის და იქედან იძლევა განკარგულებებს როგორ დახურონ საბადოები და რატო დახურონ. მოკლედ მანამ ამაზე გადავიდოდეთ, მინდა თქვენი აზრი დააფიქსიროთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით 9 მაისია და სულ რამდენიმე კაცია დარჩენილი ვინც იბრძოდა თუ არ ვწდები 40 ადამიანია დარჩენილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათ მიულოცო ეს უზარმაზარი გამარჯვება დიდი ფასად დამჯდარი გამარჯვება. ნამდვილად მოგესალმებით დღევანდელ დღეს ულოცავ ყველა ღირსეულ ქართველს უღირსებისთვის ეს დღე არ არსებობს არც გვაინტერესებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე კი იმ თითოეულ ადამიანს რომელიც დღემდე შემორჩენილა მამაჩემის ვეტერანი მე ბავშვობიდან ვუყურებ ამ ხალხს რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში ჯერ იყო მამაჩემი სრულიად ახალგაზრდა ბიჭი როცა წაიყვანეს ომში 5 წელი იბრძოლა მერე ცვლა არ იყო და 1 წელი კიდე დატოვეს მისი ნაწილი ვენიდან 30 კილომეტრში ქალაქ კრეფსამდე მივიდა ბიძაჩემი იონა ანუ მამაჩემის ძმა რომელიც უფრო უფროსი იყო მამაჩემზე ბრესტში მეორე მესამე დღეს ფეხი დაკარგა და გადარჩა და მალევე დააბრუნეს უკან მე ამ ხალხს ვუყურებ 50-იანი წლებიდან ვუყურებდი ეხლა სამუბედუროდ არ არიან ცოცხლები და მამაჩემს ძალზე უჭირდა ომზე საუბარი მაგრამ როცა სკოლაში ვიყავი და აქტიურად ვთხოვდი რამდენჯერმე მომიყვა მაგრამ ეს იმდენად საშინელია გამეორებად არ ღირს და როდესაც ამ ადამიანების ღირსეული ადამიანების ხსოვნას დღეს ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს თუ გნებავთ ეგრეთ წოდებული იდეოლოგიით გათახსირებული ინტელექტუალური ბჭყალებში ელიტა შეურაცხყოფას აყენებს უნდა ვიცოდეთ და ელემენტარულად მესმოდეს რომ საქმე გვაქვს კრეხელობასთან რა თქმა უნდა ეს არის დანაშაული რომელსაც ძალიან საშიში საქართველოსთვის საშიში მიზნები გაჩნია. ამიტომ ყველას გილოცავთ და არასდროს დაუშვათ, იმიტომ რომ როდესაც შენ ამახინჯებ ისტორიას და როდესაც შენ შეურაცხყოფ იმ ადამიანებს, რომლებმაც დედამიწაზე ჯოჯოხეთი გაიარეს, იმას სხვა არ ქვია, რაც მამაჩემმა გაიარა და 100,000-ობით ქართველმა გაიარა, ნამდვილად არ ქვია უბრალოდ ომი, ეს იყო ჯოჯოხეთი, სასწაული იყო იქ გადარჩენა, მაგრამ ამას პატივისცემა და რომ თუ ჩვენ მეხსიერებაში ეს გვექნება, მსგავსი ჯოჯოხეთი არ უნდა განმეორდეს. თორე
ისე მიდის საქმე, რომ ეს ჯოჯოხეთი შეიძლება კიდევ უფრო უარეს ჯოჯოხეთად იქცეს. ასე რომ ეხლა მთავარი გუშინდელთან დაკავშირებით მინდა, რა ჩვენ გუშინა ჭიათურაში მოვისმინეთ, ეს არის გამოუგნებელი, ეს არის დანაშაული ადამიანის წინაშე, ეს არის ხელისუფლების სრული უპასუხისმგებლობა, დანაშაული საკუთარი დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა. დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა ამ დროს პროტესტს ვინც აცხადებს, ეს არის ძალიან ღირსეული ზემო იმერლები, რომლებიც საოცრად კეთილ განწყობილი არიან, არ არიან გაბოროტებული და ძალიან სწორად სვამენ ყველა საკითხს. ჩემთვის იოლი იყო მათთან საუბარი, იმიტომ რომ მე როდესაც იმერეთ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე გახდით, მაშინ ერთ-ერთი პირველი შევედი განუკითხაობის პერიოდში ჭიათურის რაიონში მთლიანად 25 კაციანი ჯგუფით და იქ ყველაფერი ავაყირავეთ, ყველაფერი ვნახეთ და ყველაფერს ჩავხედეთ, მათ შორის ჭიათურ მანგანოთვის დოკუმენტური რევიზია ჩავატარეთ და რაც მე იქ ვნახე, იყო სრული კატასტროფა და თითქმის 30 წლის შემდეგ ჭიათურაში გაუმჯობესებელი არაფერია. გასაგებია რაღაც ქვაფენილებია დაფენილი, ფასადების აღლიმისა შეუღებიათ, ესეც ხო იცით, მეტიც არ უნდა დახარჯო მუნიციპალური ფული, ხო, ასეთ რამეებში სხვა მხრივ მიდის გასხვისება. მოსახლეობას არაფერი დატყობია. მოსახლეობას არაფერი დატყობია. საკითხი დგას არა უბრალოდ ამ ადამიანებზე, არამედ დგას ქალაქ ჭიათურის მომავალზე. დიახ. 20 წლის შემდეგ მარგანეცი აღარ იქნება. ყოველ შემთხვევაში მისი სამრეწველო მოპოვება მომგებიანი არ იქნება. არა იქნება. 20 წლის შემდეგ ჭიათურაში სამუშაო ადგილები იმდენად შეუძლებელი იქნება ვინმეს დასაქმება, თუ არ ჩაქვდით ეხლა თუ დარჩა ვინმე სკოლის მოსწავლეები, ბაღის სკოლის მასწავლებლები, ბაღის ამსხდელები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, კიდე თუ რაიმე სახელმწიფო სამსახურია, მაგრამ ჭიათურა არის ის მუნიციპალიტეტის ხელფას ამათ ვერ გადაუხდის, იმიტომ რომ ამ საწარმოდან რაღაც ამ საწარმოდან შედის, თუმცა არავინ არ იცის რა შეიხარჯება ეს ფული და ეს ერთი. ესე იგი, რაშია საქართველოს ხელისუფლების შეცდომა. მოდი ამას შევხედოთ ყოველგვარი პოლიტიკური შეფასებების გარეშე წმინდა მეცნიერული ხედვებით, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში არის. ეხლა გამოვა ჩემი ძალიან ფუნდამენტალური სახელმძღვანელო თამაშების თეორია ეკონომისტებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ იყო ეს პროტესტები, მე მაქვს მაგალითი მოყვანილი ჭიათურ მანგანომისა, რატომ? გავრცელებული დილეტანტური აზრით, როდესაც შენ ამ თითქოს ლიბერალურ რეფორმებს გააკეთებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე ბაზარი არეგულირებს ყველაფერს, ხო? ეს იდიოტიზმის და უვიცობის დემონსტრირება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკანასკნელი 32 წლის განმავლობაში. მე მოყვანილი მაქვს მსოფლიო მაგალითი და თამაშების ფუნდამენტალური მათემატიკურად ძალიან დასაბუთებული წარმოდგენებით პირდაპირ არის პრაქტიკა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო მსოფლიოში, რომ ისეთ ქალაქებში, სადაც მონოწარმოება იყო დომინირებული და მათთვის იყო შექმნილი ეს ქალაქები, ბაზრის სტიქიისთვის ცხოვრების მინდობა დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად სოციალური ჭაობის გაჩენა ამ ქალაქებში და მაშინ უნდა გააუქმო ეს ქალაქი. რა თქმა უნდა. ჩვენ წარმოების გარდა იქ გვაქვს სოციალური გარემო. მოდით ასე ვთქვათ, ქართულ ფანტასტიკურ კულტურაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური სუბკულტურები, იმერეთში, ქართლში, კახეთში და ერთად ეს ქმნის ჩვენ ქართულ კულტურას, მაგრამ იმერეთში მე როგორც მეშვიდე თაობაში იმერელი, მე თვითონა ვარ მეშვიდე თაობა და ბებია ბაბუიც ყველა სახელი ვიცი, შტოები ვიცი. ზემო იმერეთი კიდე განსაკუთრებული სუბკულტურაა იმერულ
სუბკულტურაში. დიახ. საოცარი ხალხია, გასაოცარი ხალხია. ეს ხალხი არის განწირული საქართველოს ხელისუფლების მიერ. მე მათ უთხარი გუშინ, რომ კოლომიისკის ჯგუფთან ჯერთი კოლომიისკისთვის ამის გადაცემა იყო პირველი დიდი დანაშაული. ეს გაკეთდა წინა ხელისუფლების ვირეშმაკობით. დიახ. დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს ამ ვირეშმაკობას და ეხლა მე გეტყვით ისეთ რამეს, რომლის წარმოდგენაც კი რომ არ ჩავსულიყავი გუშინ ჭიათურაში და არ მოგვესმინა ის კატასტროფა, რაც იქ ხდება, ამას ვერავისგან ვერ დავიჯერებდი. ვიღაც მოდებაძეა პატრონი ჭიათურა მე ვიყიდეო, თქვენ ხართ ჩემი მონებიო, რასაც მე გეტყვით, მე ვიყიდეო. ჭიათურაო კაცო. არა მარტო ტყიბული ვიყიდე, ზესტაფონი ვიყიდე, იქედან ხმა არაფერი არ იქნება, თქვენ ან დაემორჩილებით ჩემ პირობებს და ხოლმე შეგიშობ მაღაროში, მაგრამ მე რამდენიც მჭირდებაო იმდენსო. დადის მანქანაში უკან გადაწოლილიო, ეს ძალიან ღირსეული ხალხი ამბობს, რაღაც სპეცოპერაცია ჩაატარებინა და არ მალავს რომ მე დავიჭირე ეს ხალხიო, ანუ ჭიათურა ხო იცით ერთი ქალაქია, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. ვიღაც უნდა იყოს პოლიციელი, ხო პოლიციელები ყოველთვის დაყვებოდა ჩვენ ყველგან და ფაქტიურად ვიცავდნენ რომ არაფერი არ მომხდარიყო. რა კი იცოდნენ რომ ჭიათურელი პოლიციელები ამას არ დაუნდანაშაულო ხალხს, ძნელად დასაჯერებელი იყო რომ დაიჭერდნენ, წავიდნენ და სპეცჯგუფი ჩამოიყვანეს სამხარეოდან და დაიჭირეს 4 უდანაშაულო ადამიანი. აქედან 2 მოშიმშილე. აქედან 2 მოშიმშილე. ეხლა მე გეკითხა, ის კაცი არ მალავს, ეს თავხედი, ალბათ ფულმა გააგიჟა, მაგრამ ფულმა კი არ გააგიჟა, მარტო მან იცის რომ ყველა ნაყიდი ყავს. დიახ. არ მალავს. ფეხებზე კიდია პრემიერ-მინისტრი არ ცნობს. ფეხებზე კიდია საქართველოს თვითონ უწია თავისი პირი. თვითონ და თქვენ მე არ ფიქრობთ რომ რაიმე ემოციურად ვამბობ. ჩანაწერი რო არ ეგონა რომ იწერდნენ, ჩანაწერი გაკეთებულია. მას ფეხებზე კიდია საქართველოს ხელისუფლება, ჭიათურა იყიდა მან, ეს მისი მონები არიან და საქართველოს ხელისუფლება ამბობს რომ ღირსეულად მიდის ევროპისკენ, რომელიც ევროპა აღარაა, ერთი ნაგავია, ნეოლიბერალური კლაპო, საიდანაც სხირი არაფერი არ იქნება და რით დასრულდება ყველაფერი, ეს საშინელი დაძაბულობა არაფერი არ იცით, მაგრამ ჩვენ ვიდექით იქ და ვიყავით შეურაცხყოფილი. 2025 წლის მაისია. 8 მაისს ვიყავ. 8 მაისი. და ვიღაც იმის გამო რომ ასეთი მარიონეტული ხელისუფლება გვყავს, თავისუფლება ადვილებს ამ ხელისუფლებასაც აფურთხოს, ამაში ვეთანხმები მე რომ ეს ხელისუფლება არავინ არ არის. მარიონეტები არიან. მაგრამ იმდენი არ ყოფნის ამ კაცს რომ ის წარმოება აქვს მას. ნაყიდი და არა ქალაქი ჭიათურა, რომელიც არის კულტურული ცენტრი, არის საოცარი ხალხის საცხოვრებელი ადგილი, ქართველი ქალაქი, უკვე დაწყებულია გაყიდვები, ზევით ჭიათურელებს აღარც უშვებენ, ვინც იცის ჭიათურის რელიეფი, სადაც სანატორიუმებია და ასე შემდეგ, მე ეს ყველაფერი კარგად ვიცი, ყველა მაღაროში ამყოფი ვარ და ამიტომ მთელი ჭიათურის რაიონი ბუღალტერიის დონეზე ვიცი, ამიტომ მე მესმის ამ ხალხის. ეს და მე ვთხოვე მათ რომ არ გქონდეთ იმედი რომ ისინი კერძო უკრაინულ კომპანიას დაუპირისპირდებიან ამ გზით და რაიმეს მოიგებენ. იმ კერძო კომპანიას დადებული აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულება, რომელიც არავის არ უნახავს. წარმოგიდგენიათ? საქართველოს ხელისუფლებას ქალაქი ჭიათურა მთელი ეს მხარე მიგდებული აქვს ამ ავაზაკებზე. ჯერ ერთი კოლომიისკი თვითონ არის ავაზაკი უკრაინაში, სასტიკი ოლიგარქი, აი ზელენსკის ერთდროს პატრონი, რომელმაც მოიყვანა ის ფაქტიურად ხელისუფლებაში. მისი ჯგუფი გაყოფილი, ახლა ნახოთ როგორი სტრუქტურაა შექმნილი
როდესაც მე შევედი შემოწმებაზე ჭიათურ მანგანუმში, ეს იყო სააქციო საზოგადოება ჭიათურ მანგანუმი. უზარმაზარი, რო ვიტყვიან, საკავშირო მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს უამრავი რა. ერთი უზარმაზარი ორგანიზაცია იყო. სოფლიოში ერთ-ერთი ყველა დიდი საბადო საუკეთესო და ჩვენ ბუღალტერიით იქ მივაგენით, რომ 3 წლის განმავლობაში რაც ჭიათურის ამ საწარმომ გააგზავნა რუსეთში და სადაც მთები დააყენეს, იყო 2 მილიარდ 400 მილიონი მანეთის, საბჭოთა მანეთის, ჯერ კიდევ არარეფორმირებული ლარი არ იქონდა, მანეთის ღირებულების საქონელი და აქედან 1 მანეთი არ შემოსულა ჭიათურაში, სადაც მე რო შევედი 4 თვე პური არ იყო გამომცხვარი. წარმოგიდგენიათ ქალაქში რა მდგომარეობა იქნებოდა. როგორც აღმოჩნდა, ამ ფულის განკარგულებები იყვნენ ქართველი კლანები, ნაწილი აქედან იყო წასული ამ რაიონიდან, ორ გვარს ასახელებდნენ. და ეს სურათი დაუდეთ, მაშინ ბატონი რეძო შავიშვილი იყო კომიტეტის თავმჯდომარე, ის წავიდა შევარდნაძესთან და უთხრა, რომ აი ესეთი სიტუაცია, 2 მილიარდ 400 მილიონი მანეთი არის სადღაც რუსეთის ბანკში, სადღაც ვთქვათ. შევარდნაძემ უთხრა, ვინც გაუშვი ყველა შატენეს ფული პირში და გამოაგდეს აქეთ. ან შენ წადი, ან დემონი წავიდეს. მაგრამ საშიში იყო და მე უბრალოდ არ გამიშვის, თორე ნამდვილად არ მოვერიდებოდი და წავიდოდი, იმიტომ მაშინ უკვე სხვა ქვეყანა იყო, ჩვენ უკვე სხვა ქვეყანა ვიყავით. ამის შემდეგ გარდა ფასადური გაუმჯობესებისა 95 წელთან ქალაქი უარეს მდგომარეობაშია. მაშინ ასე თუ ისე რაღაცეები მეტნაკლებად სახელმწიფოს ხელში იყო ყველაფერი და ძალიან უყურადღებოდ იყო ხელისუფლება. მაშინდელი არ მინდა ვისაუბრო, მე შევარდნაძის მთავრობას ხვიხვინა წარსულიდან მოსულ ხალხს უწოდებ, რომლებსაც ელემენტარული პასუხისმგებლობა არ მაგან შექმნა ზუსტად ის წინაპირობა ბატონდემო, რაც დღეს ხდება. ესე იგი, ეხლა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გუშინ ასეთი ხედვები. პირველი, მისამართი, სადაც უნდა იყოს კონსტრუქციული დიალოგი და ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ ამ დიალოგზე, იმიტომ რომ აქ ათასობით ოჯახის ბედია და ქალაქ ჭიათურის ბედია. საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით უნდა შეიმუშაოს რა ელის ქალაქ ჭიათურას მომავალ. უნდა თქვას. უნდა თქვას პირდაპირ, ხურავს ამ ქალაქს, ის დაიხურება. რატომ არის დღეს უყურადღებობა მთავრობის მიმართ? გასაგებია ის გონება დაკარგული ვიღაც მოდებაზე, რომელიც ამბობს, რომ თქვენ ჩემი მონები ხართ, იცის რომ ყველას ფულს უხდის. თუ ვინმეც გონია, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე ხდება კვება, მუნიციპალიტეტი ძალიან პატარა ამ საქმესთან დაკავშირებით. ბატონ ზაქარია, მე იტყვით რა ფულთან აქვს საქმე. გუშინ ჩვენმა მასპინძლებმა გვითხრეს, რომ მათ არ იციან საერთაშორისო ფასები. მე ვთქვი, რომ ყველაფერი ფასი ცნობილია. აი, აგერ ნახეთ, ერთად დავითვალეთ ახლა. ეხლა არის $1300 საერთაშორისო $1400. $1400, გასულ წელს იყო 2007-მდე, ხო, ასე იყო? 2022-ში იყო, 2000. მიუხედავად იმისა, წარმოება გაჩერებულია კერძო ლიცენზიანტებიდან, რომლებიც ველურად ამუშავებენ ზედაპირზე, მათ ხომ აღაროები არ აქვთ, იმიტომ უნდა ჭიათურის აყრა, რომ აქ ჯერ კიდევ ნარჩენი ნედლეულის მოპოვება შეიძლება. 70,000 ტონა შეიძინა ჭიათურ, აი ამ, რომელსაც დღეს ქვია ჯორჯიან მარგანეცი, ხო სწორია? ბატონო, მარგანეცი. მარგანეცი. 70,000 ტონა. ყოველ 4 თვეში ჩვენ მასპინძლებმა გვითხრეს, რომ მათ გამოქონდათ
60,000 ტონა გედლეული. ჩვენ უბრალოდ ეხლა არის, მოდით თქვათ, 1300 ტონაზე დავი, $1300-ზე დავი. რომ შევკრიბოთ ეს ყველაფერი, წლიური შემოსავალი 600 მილიონამდეა. ჭიათურ მანგანო მიწა სცილდება 550 მილიონ 585 მილიონ დოლარს. ეხლა რაც მოდით ასე ვთქვათ, ჟარგონს გამოვიღე, რაც აპრავებენ ისინი $2 და $5. აქვე მინდა ბატონდემურ ერთი რამ გითხრათ, გუშინ იქ პროტესტის ვინც გამოხატავდნენ და ის ხალხი, ის მოშიმშილეები, იქაური თანამშრომლები არიან და მშრომელი ხალხი არიან, რომლებიც საკმაოდ საინტერესო ფაქტი თქვეს. თურმე ყოველთვიურად ჭიათურის ეს ჯორჯიან მარგანეზი იხდის ჯაიმის სახით 30,000 ლარს. რატომ? და რატო იხდის მეთქი ამ ჯარიმას ყოველთვიურად? საგადასახადოში იხდის. იმიტომ რომ თურმე არ შევიდნენ და არ შეამოწმო რამდენი მოიპოვა და ანუ არაჩვენებს ანგარიშებს არ წარადგენს. და ურჩევნია ყოველ თვე იხადოს 30,000. მოდით პირდაპირ თქვათ, გამორიცხულია და წელიწადში ეს უდრის 660,000 ლარს, 360,000 ლარს იხდის კომპანია, რომ ანგარიშები არ წარადგენს. ანგარიშები არ წარადგენს. ეხლა და მოდით შევხედოთ პირდაპირ. მე ჩემი წარსული საქმე და ეს პირდაპირ გავს სახელმწიფო კორუფციას. გამოცდილებიდან გეტყვით, გამორიცხულია, საგადასახადო სამსახური არ შევიდეს ამ ხელა ორგანიზაციაში და არ შეამოწმოს, თუ მას მისი ზემდგომი და ზემდრომც კიდე მისი, იმიტომ ფინანსთა მინისტრი ამას მარტო ვერ გადაწყვეტს, რომ ჯარიმა გადაიხადა და წყნარად არის. ესე იგი, თავრობის დონეზე განუკითხაობა დაკანონებულია, ამას ვერ დააბრალებ ინსპექციას გაუშვებ იქ და თანამშრომლები როგორ უნდა კვალიფიციურად შეარჩიო და შეამოწმონ საქმე, ნამდვილად არ მესწავლება და ძალიან დიდი საქმეები გვაქვს გაკეთებული, ძალიან გახმაურებული საქართველოში. თქვენ წარმოიდგინეთ, ჭიათურ, ანუ დღევანდელი ჯორჯიან მარგანეცი არ წარადგენს ანგარიშებს ექსპორტი რამდენი აქვს, შედეგები რამდენი მოიპოვა, იმას რამდენი მოიპოვა. ამისთვის ჯარიმას იხდის 30,000 ლარს თვეში და კიდე გეუბნებით, რომ არა მთავრობიდან მითითება ამას ფინანსთა სამინისტრო ვერ დაუშვებდა. გამორიცხული. და რომ არა ზემოდან დარიგება, რომ მოდი შედეს თანხები გადაიყადა, რომ სუფთა იყო თითქოს. ესე ეხლა მეორე მომენტი მინდა კიდე. თურმე ამ ჯორჯიან მარგანეს ქონია უფლება, რომ თვითონ გასცეს კერძო პირებზე და რაღაცა კოოპერატივებზე მოპოვების ლიცენზია. წარმოიდგენიან, სრულიად გამოუგნებელი. თვითონ აქვს ლიცენზია, დაუშვათ ხო, შეიძინა ეს ამხელა წარმოება თავისთავად ლიცენზიით შეიძინა და დღას და ქვე ლიცენზიანტები ყავს მას კერძო პირები და ისინი როგორ მოიპოვებენ ამას, გარემოს პირობები როგორია, აბინძურებენ თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრო და სამინისტროს ნებართვა არ არის საჭირო ამაზე. ის აძლევს, ის ყოფილა თურმე რაც ყოფილა, კაცო. ესე იგი, თავარი რა არის ჩადებული, რა მისცა მთავრობამ ამ უკრაინულ ფირმას. თავრობა მისცა, რომ იმისთვის, რომ მან შენიღბოს რეალური შემოსავლები, თავის უფლებებში არსებულ ყველაფრის უფლება მისცა. იმისთვის, რომ გააჩეროს მაღაროები, იმიტომ მაღაროები არის მიწისქვეშა დამუშავება, გააჩეროს ეს ხალხი და ფაქტიურად აქციოს უუფლებო მასად, კერძო ფირმა შეპესეს აძლევს გარკვეულ ლიცენზიას,
იქ სადაც იცის რომ ზედაპირული დამუშავება შეიძლება და ხალხმა გადათხარა თავიანთი ეზოები გადათხარეს ყველაფერი ზედაპირიდან იპოვებენ ამას არ ჭირდება მაღარო იმას არც ჭეთურაში სადაც კარვებია გაშლილი და სადაც ჩვენ ვიყავით იმის ქვევით ზედაპირულად არის მარგანეცი რომელიც შეიძლება ამოიღოს და გუშინ ჩამიგდეს მე იქაურებმა ვიდეო მასალა რომ ორმოებია უკვე გაჩენილი ზეწის ზედაპირზე და ხალხი იკარგება იცით როგორ იკარგება ვარდებიან სადღაცას და ქვეშ წყალი გადის და წყალს სად მიყავს შეფესეს რა პოჭებს კარგავენ საქონელს კარგავენ გამიგეთ ვარდება პირდაპირ არ ხელო ორმოებია გაჩენილი როგორც ერთი ისე მეორე ამ უკრაინულ ფირმას ეს ყველაფერი ჭირდება შესანიღბად თითქოს ვიღაცისგან იყიდა, მე რა მაქინაციები, რა სქემები იქნება, რა ფასით გაიტანს, ვითომ 2-5 ლარა ჩააბარებს სადღაც და ამ დროს ზესტაფონი ყითულობს სამხრეთ აფრიკიდან მარგანეცს და ეს მარგანეცი ჭირდება უმაღლესი ხარისხის მარგანეცს აზავებს შესაბამისი იყოს და ასე შემდეგ ცალკეა ზესტაფონის საკითხი, მაგას ლამის გადამაყოლეს, როცა კონტროლის პალატა შევედი მანდატს მერე ტყიბულში, ყველაფერი გადის ლონდონის ბირჟაზე. დიახ ბატონო. ეხლა მე გეკითხებით. ხალხი რომელმაც ძალიან კარგად იცის კოლომეისკის ნამდვილად არ ეშლება ეს ყველაფერი. რატომ აკეთებს ასეთ მახინაციებს, როდესაც მან შეუძლია სერიოზულ ბროკერთან დადოს ხელშეკრულება უშუალოდ და ამ მახინაციების გარეშე ღიად გამჭვირვალეთ 587 მილიონზეა ლაპარაკი წლის განმავლობაში. რომ მოიკლო კრიზისის გამო ფასი 2700-დან 1300-ზე დავიდა. ხო, და ამ წლების მანძილზე $2700 იყო. ესე იგი, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის განეშე ეს განუკითხაობა, ეს პოლიტიკური დანაშაული მხარის მიმართ, ადამიანების მიმართ სრული უპასუხისმგებლობა. ადამიანურ ფასმაც იმიტომ დაიკლო, ჩემო კარგო, რომ სამხრეთ აფრიკიდან მოახ ეს ფასი არა, ყველგან დაიკლო, იმიტომ რომ რეწოდობის პრობლემები გაჩნდა და მე მახსენდება, მაგრამ კომუნისტების დროს ქართული ნავთობი ბათუმის ნავთობ გადამამუშავებელში ნავთობ ხაზი, რომ გადიოდა ის დიდი მილით. ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას ეძლეოდა ეს ნავთობი პირდაპირ სარჭალიდან, პირდაპირ ნინოწმინდის ტერიტორიებიდან, კახეთიდან მოკლედ. ტრობით მიდიოდა მილით. იქ შემოდიოდა ციმბირის, კომუნისტების დროს გეუბნებით, ციმბირის მაღალ გოგირდ შემცველი ნავთობი, რომელიცაც არაბ ჩალისფასი ჰქონდა მსოფლიო ბაზარზე ამ ჩვენ ნავთობს ურევდნენ, იქ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა კი ერქვა მარქსიანდილეში ურევდნენ და მის სყიდველო ფასს ზრდიდნენ იმ ციმბირის ნავთობისას და ისე იყიდებოდა პირდაპირ. ახაც იგივე კეთდება. ესე იგი, პირდაპირ გეუბნებით. მე არ ვიცნობ არსეთ ბიზნესმენს, რომელსაც ელემენტარული წარმოდგენება არ ჰქონდეს მსოფლიო ფასებზე, ჰქონდეს თავისი პროდუქცია და იგი გაყიდოს გროშების ფასად. არ ხდება, არ ბიზნესისთვის ეს არის. ესე იგი, ჩვენ აქ უნდა ვეძებოთ, რომ თავი არის საქართველოს მთავრობაში. საქართველოს მთავრობას. თუ ის უმოკლეს ხანში, კარგად არ შეისწავლის ჭიათურის მომავალს, არ გამოქვეყნდება ხელშეკრულება და არ იქნება ეს უკრაინული ფირმა გაშვებული, იმიტომ რომ შეუძლებელია ხელშეკრულებაში იყოს ასეთი განუკითხაობა ჩადებული. შეუძლებელია ამას ვინც იურისტმა ნება მისცა დასაჭერი იქნება. მთელი ჭიათურის მომავლის გეგმა უნდა ეს არის სულ ცოტა 2000 წლის პროგრამა, იმიტომ რომ უცებ შენ სხვა საწარმოებით სამომავლოდ ამას ნელ-ნელა უნდა ანაცვლებ და შენ უნდა იცოდე, რომ ამ და ამ პერიოდისთვის 20 წლის შემდეგ გამოიწურება მარგანეცი და
დარჩება ის, რომ ეს ქალაქი უნდა გაგრძელდეს ცხოვრება, ოღონდ სხვა დასაქმების გარეშე ვერაფერი ვერ იქნება. ადამიან მასმინდლებმა გვითხრეს, არა გვაქვს ხელფასი, მთელი ჭიათურა მშიერია, მაღაზიები ვერ უძლებენ ნისიებს, ბოდიში ჟარგონზე ვიტყვი, ვერ ხდება გადაფარვა ამ დანაკლისა, იმიტომ რომ მერის ხელფასები, ბაღების, სკოლების მასწავლებლების ხელფასები დაახლოებით არის დიდი 15%, რაც ფარავს ჭიათურის მოხმარებას. ეხლა ჩვენ რატომ კარგია რომ ჩავედით, იმიტომ რომ მე უბედურებას კი ველოდი, გითხრათ სიმართლე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი მთელი ეს რაიონი, მაგრამ მე იმაზე დიდი უბედურება დამხვდა, აქ უკვე დანაშაულებრივი უბედურება, იმიტომ რომ ვიღაც თავხედი ფულით გაგიჟებული, მე თქვი ტელევიზიით გუშინ, როცა იწერებოდა რომ მალე აქ ვეღარ გაჩერდებით, ასეთი ხალხი აუცილებლად ვერ გაჩერდება საქართველოში, მაგრამ ეხლა მე ვიღაც მოდებაძეს და ბატონმა ზაქარიამ და დავითმა და გიგლამ, ესე იგი ვიღაც მოდებაძეს ვეჩხუბოთ, ის თავხედია, მას ფეხები ის იხდის, იმას რისი უფლებას აკეთებს. კაცო, ეს არ არის ის კაცი, რომელიც მალავს, თქვენი პატრონი დედაც მე ვარ, რაკო, მე ვიყიდი ეს ყველაფერი და ყველას ფულს ვაძლევო, ხო და თქვენ ვინჩემი ფეხები ხართო. გამიგეთ რა რაზეა ლაპარაკი. გამოუგნებელია, ამაზრზენია და აქ ჩვენ ვერავის ვერ თანამოქალაქეებს ეუბნება. თანამოქალაქე უზარმაზარ რომ მონად თუ დამიდგები კუთხეში, შესანიშნავ კუთხეში, შენ რაც აკეთებ, დიახ მთავრობა არის, ჩვენ ვახმიანებთ ამას და თუ ვინმე გონიერი გვისმენს და ჩვენ ბევრი გონიერი ადამიანი გვისმენს, მათ შორის ბევრი მოწამული ადამიანიც გვისმენთ, კიდე გეუბნებით, გაიაზრეთ რა დონის განუკითხაობასთან გვაქვს საქმე. ხვალზე დადგება სხვა საკითხები. ჯობს სანამ ურემი გადავურინებულა. სხვა ქალაქების საკითხები ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ აი ასე ყოველგვარი ემოციის გარეშე გავახმიანოთ ეს, იმიტომ რომ ჩვენ დაგვდა იქ ღირსეულზე ღირსეული ხალხი. ძალიან. ეს სასწაულია. წესიერი ადამიანი, ეს არის წესიერი ხალხი, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ თავრობის იმედი. აბა. წარმოგიდგენია თქვენ და ეს თავრობა არ ელაპარაკება, მიუწერია პრემიერ-მინისტრის. თავრობას ეს ღირსეული ხალხი ფეხებზე კიდე ამ ხალხს შვილები ყავს. დიახ. ოჯახი აქვთ. ფული არ აქვთ, რომ ვალები აქვთ, ვიღაცებს ჩვენო ხელფასი გქონდა და ზოგიერთმა ავდეგითა ხელფასის, ჭირდება ადამიანს, აბა რისთვის არის, ხო ისეცხეს ფული ბანკიდან, საშინელ დღეში არიან. თუ რაღაც არ იქნა ცვლილებები, ხელფასები რომც მიიღოს, ბანკი წაიღებს ყველა. და მე მინდა კიდე აქვე თქვა, რომ გუშინ თქვენს ახალგაზრდებმა, რომ ეს 500 კაცი არის კიდე თეატრში, რომლებიც წავიდნენ გარიგებაზე, მათ გონიათ, რომ მათ აღარ დაითხოვენ, გამიგეთ. ეს არის პირდაპირ პირწავარგული შტრაიკბეხერობა, ეს არის გამყიდველობა საკუთარი თანაქალაქელების, მიგეთ. და იმათი და იმიტოა ისიც რომ გაზულუხდა აგერის 500 მონა უპოვია. 500 მონა უპოვია და მისთვის ეს საკმარისია შირმად. იმიტომ რომ ძირითადი მოგება გარე უკანონო მოპოვებით ხდება და ეს არ ჩანს. არსად ამისთვის იხდის 30000 ლარს ყოველ თვე ჯარიმას. საქართველოს მთავრობის ბიუჯეტში. კვერის დაკვირვით კი არა, დანაშაულებრივი უფლების მიცემით. კიდე გეუბნებით, არ არის ის უკრაინელი არის და ეს თავრობა ამ ხალხს ეუბნება, ეს თავრობა ამ ხალხს ჭიათურა 100 წელი არ აინტერესებს. ამ ხალხს ეუბნება კერძო საკუთრება და რა ვქნა, კერძო საკუთრება. და პრემიერ-მინისტრი კობახიძე გამოდის და ჩვენ კერძო სექტორის საქმიანობაში არ ვერევით, ბიჭო, ვინ მიცა იმას ის კერძო საკუთრება არიცი. ვითომ იურისტი ხარ, კონსტიტუციონალისტი და ადექი და საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანეთ იდიოტიზმი.
ისი შენ არ იცი რომ კონსტიტუციონალისტი თუ ხარ და პროფესიონალი თუ ხარ ასეთი სისულელე კონსტიტუციაში არ უნდა შეიტანო ის მუხლები რო არ ნატოში და ევროპაში გავწევიანდები სად გაწევიანდები დაინახავთ იმას შენ იქ კი არა და დღეს კიდევ რას ულოცავ ევროპის დღეს ულოცავ არა მტრეხელი ხარ ხო ესე იგი სად გაიზარდე წესით არ უნდა იყო ასეთი მაგრამ ხარ, იმიტომ რომ სადღაც ისწავლე ევროპაში და მოგეწამლა მაგგონება. შენი მხარე არ გაინტერესებს, შენი ქვეყანა არ გაინტერესებს. როგორ ამბობ იმას, რომ ვერ ჩავერე, რაც კი ვერ ჩაერევი, ეს წარმოებაში კი არ ერევი. საწარმოო გეგმებში კი არ ერევი. 10,000-ობით ადამიანი ცხოვრობს ჭიათურის რაიონში და შენ იმათ მომავალში უნდა ჩაერიო. რატომ ხარ დაბმული ვიღაც უკრაინული ფირმით? მოაცილე აქედან და გამოაცხადე წესიერი თუ ნაციონალიზაცია არ მიგაჩნია მიზნად, რომ გამოიყვანო ეს სიტუაცია ჩიხიდან და შემდეგ უკვე აწყობილი საწარმოო გაყიდო, დასავლური ეკონომიკური მექანიზმები რომ იცოდეთ თქვენ, ინგლისი აიღეთ უამრავი რამ ნაციონალიზებული იქნა, მერე გაიყიდა ნაციონალიზირებული იქნა, მერე გაიყიდა თქვენ ამ ყლაპო ნეოლიბერალურ ეკონომიკურ სისულელეში ხარ ჩაფლული, ყველაფერში გეტყობათ რომ ხარ სრული უვიცები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ უკრაინულ ფირმას თელ რაიონს რა არ ჩაუგდებდით ხელში. რა უნდა მოვთხოვოთ ჩვენ ხელშეკრულების პირობებს ვერ ასრულებს ის უკრაინული ფირმას რა უნდა მოვთხოვოთ რა ჭიათურის მომავალი აინტერესებს, ქართული კულტურის მომავალი აინტერესებს, ქართული სახელმწიფოს მომავალი აინტერესებს, იმას ვეჩხუბოთ ჩვენ, თქვენ გეუბნებით, თქვენი გასაკეთებელია. ამოიღეთ ის ხელშეკრულება პუნქტები გაიარეთ, ამნაირი ჯგუფი, თან როგორ აქვთ იცი, დაშლილი აქვთ. ის რაც იყო ადრე სააქციო საზოგადოება ჭიათურ მანგანუმი, გამოყოფილია ჯორჯიან მარგანეცი, ეს არის ფლობელი, თავარი, ფლობელი კოლომიისკის და მმართველობის კომპანია. აქ არის გამოყოფილი შეპესე, ცხადია მათივია, სხვა რომ იტყვიან მეორადი პირებით, რომლებიც აკეთებს სამუშაოებს. მეხდით ის რაც ადრე ერთი სააქციო საზოგადოებაში ცალკე სამმართველო აკეთებდა, ყველა მიწისქვეშა და ასე შემდეგ ყველანაირ სამუშაოებს აკეთებს რომელიღაც შეპესე. გარდა ამისა, საერთოდ შემოყვანილი ყავს, არავინ არ იცის რა პირობით, მმართველი კომპანია, რომელიც მართავს ჯორჯიან მარგანეცს. მმართველი კომპანია თუ დაელაპარაკები გეტყვის რომ მას არ აინტერესებს ვინა კოლომიისკი, ვის დაქირავებულია ის მართავს ჭიათურ ხელშეკრულებით რა შეაინტერესებს ვიღაც უცხოურ და იმას მართულ კომპანიას ჭიათურის და ჭიათურელების მომავალი, რა სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. რა თქვა ეს ამ მართულ კომპანია ვიღაც სოცკი ყოფილა კიდე გარჩევა, სადაურია ეს კაცი, სადაური გვარია, ქართველია. არა, არ ჩანს ქართველი. აი ეს მოდებადე სოცკის კაცია, ხო და სოცკი კიდევ ვისი კაცია, ღმერთმა იცის და როგორც აქ ამბობენ, ეს თავხედობა ამ დონისა შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ რაღაც ზურგი აკეთებს. მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ის ხალხი, ვინც არავდება, ის თქვენი ხალხია. მთავრობას მოგმართავთ. ის თქვენი ხალხია. ის ხალხი იძახის რომ მე გაუსაძლისია უკვე ცხოვრება, მისიები აქვთ მაღაზიებში, ბავშვებს საჭმელები აჭამონ. ექიმთან ვეღარ მიდიან, იმიტომ რომ კაპიკი ფული აღარ აქვთ, გამიგუში რომ დამთავრებდით იმას, კაცი გავამეკიდა და მითხრა ექიმთან ავარ წასასვლელიო და ნეტა ხვალე მიდიოდა და ჩაგიждდებოდი მანქანაში გამოყვებოდიო. გამიგეთ და ამ დროს ეს ხალხი, თქვენი ხალხი და ეს ხალხი გუშინ ამბობს რომ ჩვენ უნდა აღდგეთ ვეძებოთ სხვაგან საცხოვრებელი ადგილი თუ ეს არის მიზანი და ეგინდათ ისედაც დანგრეულ დემოგრაფიაში ეს ხალხი გინდა წავიდნენ პოლონეთში, წავიდნენ თურქეთში, წავიდნენ იქ წავიდნენ და პლანტაციებში იმუშაონ და საქართველოს მოწნათ. ეგ არის თქვენი სურვილი? ეგ გინდათ შემოძვიფასებო? ამიტომ
ხომ იძახით რომ ვითომ დასავლური ორიენტაციის ახართ, არა ხართ თქვენ დასავლური ორიენტაციის. კეთილი ინებოს ეკონომიკის სამინისტრომ დასავლური ქვეყნების გამოცდილება ბრიტანეთი აიღეთ. როდის როგორ მოახდინა ნაციონალიზაცია, როდის როგორ ხელახლა განსახელმწიფოებრიობა მოახდინა, შეიმუშავეთ გეგმა, თუ და ყველაზე კარგი იქნება, ხო ხართ მაგრები, მცოდნეები, ხო, მეტი არ გაიშვა თქვენი ცოდნა არსად. ნაციონალიზაცია მოახდინეთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამო კი არ წაართვათ უკრაინელს, გადაუხადეთ წესიერად, კანონიერად ფული, რაც აქვს. რაც ეკუთვნის, იმიტომ რომ დააზარალა, ხო? ამიტომ ხელშეკრულება გექნებათ ამის შესაბამისი, რომ ზარალის შემთხვევაში გაანთავისუფლოთ. აუდიტი ჩატარდეს და შეიძლება აქეთ კონდეს იმ მოახდინეთ ნაციონალიზაცია. დააყენეთ წესიერი მმართველები, გამოიყვანეთ კრიზისიდან გამოყვანა იოლია. პასუხისმგებლობით გეუბნებით. არ ვარ მე ზეპირად მოლაპარაკე კაცი. ერთ-ერთი ვინც შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ პროექტის შემუშავებაში, როგორ გამოვიდეს ჭიათურ მანგანუმი, მეც ვიქნები თქვენთან ერთად, სხვასთან ერთად. დააყენეთ ფეხზე და კარგი გამართული საწაბრო გაყიდეთ ხელახლა. რა არის აქ? არ გინდათ. რატო არ გინდათ? იმიტომ რომ დანაშაულში გიდევთ წვლილი. ვეღარ იმიტომ რომ რა არის, მე ძალიან კარგად ვიცი კერძო სექტორი, მე ძალიან კარგად ვიცი ხისტი ურთიერთობები. მე შენ ბიზნესმენი თუ ვარ და ფულს გაძლევ და გიყიდე, იმიტომ რომ შენ უნდა დახუჭო ჩემ საქმიანობას თავი, შენ თუ ამიყვირდები, პირდაპირ ვიტყვი. მე რაც ვიზა მიცი დაგაქცევ. მაგრამ გამოვალ და ვიტყვი რა. ყველანაირად დაგაქცევ. ასე გააკეთებს ბიზნესმენი, რადგან ფულს ართმევ. ბიზნესმენი ვერ შეგეხება, მაშინ როდესაც სულთა ხარ, შენ ქვეყნის მიმართ, კანონის მიმართ, თორე ბიზნესმენს კიდე გეუბნებით. სადნახეთ ასეთი რაიმე, რომ 30,000 ახდევინებთ ჯორჯიან მარგანეთს იმისთვის, რომ საანგარიშო დოკუმენტები, ანუ ანგარიშ ვალდებულება არ შეასრულოთ საგადასახადოს მიმართ და არ წარადგინოთ მონაცემები. 2006 წლიდან 19 წელიწადია გასული. 19 წელიწადი. რას გაძლევს ნეტა იმას? მარტო 300 წელიწადში 360,000-ზე ხართ კმაყოფილები, რომ არ შეხვიდეთ და არ შეამოწმოთ. მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ დავთვალეთ ახლა კიდე მაღალი ფასი, ხო? დავუშვათ $100 ფასი. დავუშვათ. მეტი ქვევით სავარაუდოდ არასდროს არ წამოვა. ომი თუ რაც, მაგრამ რატო არ წამოვა, იცით? რისთვის არის ეს ყველაფერი? არის ფეროშენადნობის გასაკეთებლად. ფეროშენადნობის მთავარი ფუნქცია არის გამაგრებული ფოლადებს რომ ლეგირებულ ფოლადებს რომ უწოდებენ, რომლებიც სამხედრო საქმეში ტანკები, სხვა რაღაცები გამოიყენება. სიმყარეს აძლევს. ეხლა მიხეთ თუ ბიზნესმენები ხარ, თუ თქვენ ეკონომიკური სამინისტროს ვითომ ხელმძღვანელები ხართ, ამიხსენეთ. სამხედრო მრეწველობის რეანიმაცია ხდება მთელ ევროპაში. ესე იგი, მოთხოვნა ამ განსაკუთრებულ მეტია. ფოლადებზე გაიზრდება. რა თქმა უნდა. ვერანაირი ძლიერი გაზრდილიც არის, ეს არის თუინი, რომ ესე დაბალ ფეროშენადნობის და ფეროშენადნობი ვერ გაკეთდება მარგანეცის გარეშე. ეხლა ამიხსენით თქვენ $100-ზე დავთვალოთ, მოდი დავაგლახავთ ფასი. $380 მილიონი ჯორჯიან მარგანეთს წელიწადში თუ ბატი არ ეყოლება ხელმძღვანელი და თუ კოლომიისკი ეს მსოფლიო მასშტაბის აფერისტი გამოშტერდება და არ იცის რა იქნება, $380 მილიონი ჭიათურას ექნება. ახლა გამოვთვალოთ მოგება, ახლა ნახოთ რა წაიღებს ბიუჯეტი, რა წაიღებს რა
დახმარება შეიძლება იყოს ეს შეძლებული ჭიათურელებისგან, მოხმარება გაიზრდება უკეთესი სახლების გაკეთებას მოინდომებს ხალხი, ვიღაც გაჩნდება და ასე შემდეგ. და ჭიათურიდან აღარ წავა არავინ. არავინ არ წავა, რატო უნდა წახვიდე იმ ზღაპარი ქალაქიდან? კიდე გეუბნე, რატო უნდა წახვიდე? ზუსტად ეგ არ გაწყობთ თქვენ, რომ არავინ არ წავიდა. ამიტომ ჩვენ ფიქრობ, რომ მე კიდევ ვცდილობ, რომ ძალიან მშვიდად ვისაუბრო, იმიტომ არ მინდა ემოცია. ჩვენ უფრო კატეგორიულები ვართ ვიდრე ის ხალხი. იმით ჩვენ უფრო კატეგორიული ვიდრე როგორ შეიძლება სად რა ოჯახში გაიზარდეთ მთავრობას მოგმართავთ. იყავით ის ხალხი ნახეთ, იმნაირ ღირსებულ ხალხს როგორ ეკცევით. ესე იგი არა ადამიანები ხართ. დაირქვით მაშინ რომ ხართ არა ადამიანები, გასაგებია მარიონეტები ხართ, ეს ვიცით. მაგრამ ეხლა თქვენ უკვე დამნაშავეები ხართ. თქვენ ანადგურებთ ქალაქს და ათასობით ოჯახს ქვეყნის წინაშე დამნაშავეები და ქვეყნის წინაშე ხარ დამნაშავეები. თუ თქვენ იმის იმედი გაქვთ, რომ ქართველები ისე არიან დაგლახავებული, რომ თქვენ რომ ხარც გიჭერთ სეთურის ბრბო, ყველა ქართველი იმ მდგომარეობაშია, მაგრად ცდებით, კიდე გეუბნებით. თქვენ კარგად არ გესმით ქართული ხასიათი, იმიტომ ბევრი თქვენთაგანი არ არის ქართველი. მე კიდე გეუბნები, ეხლა ამას ვამბობ აბსოლუტურად წმინდა ყოველგვარი დაკნინების გარეშე. გენი რომ გქონდეთ სუფთა ქართული, დიახ. თქვენ ქართველების და საქართველოს გულისხმის ახლოს მიიტანდით. ვერ გადადგამთ ნაბიჯ, მაგრამ არა გაქვთ გენი ქართული, ან შერეული გაქვთ საკუთარ სიცხში 1000-ნაირი გენი, ყველას პატივსემ, არაფერი პრობლემა არ მაქვს არავისთან ურთიერთობაში, მაგრამ მე გეუბნებით, გენეტიკური განსხვავება აისახება მენტალობაზე. გონებაზე აისახება, აი აგერ შესანიშნავი ექიმი მიზის გვერდით, რომელიც არ მომცემს უფლებას რაიმე ისეთი თქვა. კინოლოგებს რო შეეკითხო, ისინი გეტყვიან მაგას. ხო. ძალზეა ცოტა. ადამიანზე რა იქნება. ამიტომ ჩვენ ვართ მთლიანობაში, რაც ჩვენ გუშინ ნახეთ, ეს იმაზე უფრო საშიშია, ვიდრე ერთი პროტესტი და რაღაც პრობლემასთან და ეს არის სურათი საქართველოსი, საით მიყავს საქართველოს ხელისუფლებას ეს ქვეყანა. დღეს არის ჭიათურა, ხვალ იქნება სხვა, მე არაფერს ვამბობ იმ განუკითხაობაზე, რომელიც კაჭრეთში და ისეთ რამეებში იქნება, სადაც კაცი შვილმა არაფერი არ იცის. ეხლა ვინ შეეხება, რომელიც საგადასახადო ინსპექცია, ვინ შეეხება იქ სპილენძის საბადოებს, რა გადის, რა ფასად გადის. ფოთი ხო მოსპეს. ფოთი ხო მოსპეს, საერთოდ ფოთი. სამშვები არ ვარ აქ. ამიტომ აი ეს არის ჩვენ არა ვართ ის ადამიანები, ვინც რაღაც კრიტიკის გამო მე გეუბნებით, ეს არის სურათი. ჩვენ ყოფნის იმის გამბედაობა და ვერ შეგვაშინებთ. არ არსებობს მექანიზმი, რომ ჩვენ შეგვაშინოთ. მოკლავთ ქუჩაში, მithوارესი თქვენთვის. რატომ? ბიჭო, ხელისუფლებაში ხარ, იყავე, გააკეთე. ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებ, იმიტომ არა გაქვს ამისთან, მაგრამ ცოტა მაინც გააკეთე რაღაცა. ხასიათში რასაკეთებ? ამოგიჩნდეთ, რომ გინდათ, რომ გააკეთო. მანახეთ ერთი საქმე პროფესიულ დონეზე, რომელიც თქვენ გააკეთეთ. ან თბილისის მერია, რომელსაც სრულიად გაუგებარი ადამიანი შემძვანელობს, იმიტომ ასე ინება მართველმა. დაუცარი. მანახეთ თბილისში გაკეთებული, რასაც ქვია, რომელიც თბილისის პერსპექტივას, საქართველოს დედაქალაქის პერსპექტივას, იმიტომ რომ დედაქალაქის დამოუკიდებელ სახელმწიფოში სულ სხვა ფუნქციის მატარებელია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს ცალკე რესპუბლიკის საქართველოს დედაქალაქი იყო თბილისი. იმ მენტალობიდან ჯერ
თუძეთბილისელები ვერ გამოსულან. დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი არის ის ქალაქი, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადის ყველა რაღაცის შემქმნელი და გამკეთებელი ადამიანი, ის სუბკულტურების მატარებელი აქ იხარშება ეს ყველაფერი და კონკურენტულ საფუძველზე და განზოგადების საფუძველზე იქნება ის, რასაც ქვია ქართული კულტურა, ქართული მეცნიერება, ქართული ხელოვნება, თქვენ კი რა თეატრები დაამსგავსეთ, რაც დაამსგავსეთ, ამბობენ რა გადაიღეს ეს რას იღებთ რა და გადაიღეს თქვენ რა გონიათ, ესე იგი ქართული ხალხი იქნება ასეთ იმაში მეგეუბნებით პირდაპირ საქართველოს კულტურის სამინისტრო LGBT ორიენტაციის რეჟისორებს და ამნაირებს აძლევს უპირატესობას დანიშვნაში და ყველა ნიჭიერი ადამიანი გაგდებული ყავთ თეატრიდან, იმიტომ რომ ხელოვნების სფერო გახდა იარაღი საქართველოს გადაშენებისა. ეს გამყიდველი იმ წითელი ინტელიგენციის ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდები, რომლებიც გაცილებით უფრო სასტიკები და გამყიდველები არიან, ყველაფერს კიდებენ ხელს სარწმუნოებას, კულტურას და თვითგამოხატვის მიზნით სისაძაგლეს დგამენ და ამას ხელოვნებად ასახებენ. ეს არის დასასრული, დასაწყისი და დასასრულიც არც დააგვიანებს თუ ასე გავაგრძელებთ. ახლა მე გეუბნებით ამ ტელევიზიაზე ძალიან გულიანი ქართველები ყავს სმენელებად, ეს გავრცელდება სხვაგანად. თუ ჩვენ ვეგუებით ამას 2-3-4 კაცს გინდ უთქვამს, ეს გინდ არ უთქვამს, რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ასე ვიქნებით, ჩვენ ვერც ძალით გადაგვაკეთებს ვინმე და ღმერთის ძალით ჩვენ არ გადავკეთებდით, იმიტომ რომ ჩვენ ძალას სწორედ უფლის თანადგომაში ვხედავთ და ჩვენს მამებში და დედებში და ბებიებში და ბაბუებში ვხედავთ. გამიგეთ რა? თუ თქვენ არ გნებავთ ეს ყველაფერი და ჩვენ მივდივართ ამ გზით, მაშინ ერთი რამე კარგად იცოდეთ, თუ გაწყობთ, თქვენ მალე ამ ქვეყანას დაკარგავთ. და თქვენთან ერთად ჩვენს დავკარგავთ. ჩვენს დავკარგავთ. ორი რამ. დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც ანადგურებს საქართველოს და საქართველოს პირდაპირ ეხება ეს დემოგრაფიული პოლიტიკა. საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებას, ხაზს უსვამს 13 წელია ხელისუფლებაში ხარ, შეკაიკაცო, თითქმის ერთხელ გიხსენებია დემოგრაფია. არა და გაეროც შესაბამისმა სამსახურომ გითხრა. 50 წელს კი არა, გადმოიტანეთ. 2022 წელს დაიწყება თქვენი სიკვდილი. გვინდა კაცს თუ მოკლა გადაწყვეტილი და ჩვენ 4 ერთხელ მიუსწარით, ჩამოვხსენით საქმრელაზე, მაგრამ მოკლა უნდა თავის 5-ჯერ ჩამოვხსენით, ერთხელ მაინც დაიჭერს მომენტს და ჩამოიკიდებს თავს. ისია ეს ქვეყანა. გინდა სიკვდილი ამ ქვეყნისა? მე ვფიქრობ, რომ საქართველო არის დედამიწის მთელს პლანეტაზე ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისი ხალხის მოძულე მთავრობა ყავს 34 წელია. მე ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ვიცი, მაგრამ რაღაცები ხო ერთი რამ აინტერესებს. ასეთი რამ არც არ დაინახა მსოფლიოს ქვეყნებმა და მსოფლიოს მოსახლეობამ ქართველებში ისეთი საშიში, რომ სუსლოვი იყო და ჟირინოვსკი იყვნენ, საქართველოს უნდათ ქართველების გარეშე. ხაწაღლდნენ ისე ერთის და მეორეც რომ ვერ მოესწრეთ. ახლა ეს ევროპული ქვეყნებია თუ ამერიკული ქვეყნებია, ამერიკაა თუ ეს რაღაცა
ჩვენი ვითომ გადამრჩენელები, მათაც უნდათ ბიჭო საქართველოს ოღონდ ქართველების გარეშე. რა გჭირთ ადამიანებო? რამ შეგაშინათ ჩვენი ესე, როგორ შეშინდით ხალხო? სოფლიოს მიმართა. რა გვაქვს ჩვენ ისეთი ამ გენეტიკაში და ამ გენში რომ გინდათ რომ ეს ერი ამოწყვიტოთ საერთოდ. ნახეთ. მოდით მე და საკუთარი მთავრობა ებრძვის ყველაზე მეტად, კაცო. რა თქმა უნდა, გარემტერი არ არის საშიში, როცა შიგამტერი ყავს, გამონ. ნახეთ. ბატონ ზაქარიას პასუხობ ხა მე. საქართველოში ისე შემოვიდა დასავლეთი, მე ამას სუთავიდან და რას არ უწამებდნენ, რომ აზრზე არ იყო სად შემოვიდა. რა კულტურაში შემოვიდა, რა ხალხთან ქონდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს მარტივი რამ. რა კი 92 წელს ქართველებმა ესროლეს საკუთარ სახელმწიფოს ხერხემალში, ვერავითარი გარეძალა ვერ გააკეთებდა მას. ქართველების, გამყიდველი ქართველების მეშვეობით ესროლეს საკუთარ ხელისუფლებას. გამსახურდია კი არ ჩამოაგდეს. ქართული სახელმწიფო, შენ სახელმწიფო და პიროვნება თუ ვერ გაგიგია, რომელიც არჩეული იყო, თუ საქმეს ვერ გააკეთებდა, დაიწყო საქართველოს მკვლელობა. თუ ვერ გააკეთებდა საქმეს, მოვიდოდა ის ვადამდელ არჩევნებზე წავიდოდა. რა თქმა უნდა. არჩევნების გზით მოსულ კაცს გაიყვანდით არჩევნების მეშვეობით. არა. ამბობდა გაზაფხულამდე დამაცადეთო. ესე იგი დაუნიშნავ ასე იგი, კარგად დაიმახსოვრეთ. ყველა ვინც მონაწილეობდით 91-12 წლებში ქართული სახელმწიფოს დაქცევაში, ვინც არ უნდა იყოთ გვარი და სახელით ხართ დამნაშავეები. სახელმწიფო საქართველოს წინაშე თორე კონკრეტულ პირებზე არ ვსაუბრობ. შემოვიდნენ, ნახეთ ამნაირი გამყიდველი ინტელიგენცია, ინტელექტუალური ელიტა და ყველაზე იოგზას დაადგეს. მე ეს მიმანიშნეს, როცა შეერთებულ შტატებში ვიყავი, უშიშროების საბჭოშიც ვიყავი, ძალიან მაღალ დონეებზე საუბარი იყო. ამერიკელები ხალხია, რომლებმაც თვითონ შექმნეს თავისი თავი. მეც არ მოვერიდე და უთხარი, მე თქვენთან მოსალიდებელი არაფერი ვარ. მე self-made man ვარ. მე თვითონ შევქმნი საკუთარი თავი. და ძალიან ღია საუბარი იყო, ძალიან მაღალ დონეზე, ხო? ადმინდე შექმნეს, მე ზუსტად ვიცი, როგორ შეიქმნა არასამთავრობოები, დასავლური სპეციალისტების ინიციატივით კონცეფცია ჩამოყალიბდა 4 სისტემოწარმოქმნელი NGO უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდა იურისტები, ფინანსისტი, რაღაცეები. და დაიწყო ლაპარაკი სამოქალაქო საზოგადოებას და არაეროვნულ საზოგადოებაზე. და რა ეგონათ, იცით? აი, ვაგზელებ ბატონ ზაქარიასაც. ეგონათ, რომ ამ ერთუჯრედიან ვიღაც რომჯარიებს, ვიღაც ამგენს, ვიღაც იმგენს ფულს, მაგრად დიდი ფული მისცეს. ყველა მილიონერია, ამ ხალხს რა უყურებთ, თქვენ დოლარული მილიონერები არიან. და ეგონათ, რომ ეს არის რაღაც ყრუ ქვეყანა, სადაც ეს თავისი მეხუთე კოლონა მართავდა ამ ქვეყანას. ვერა გენდა. წლებია ვეუბნები, მე ამერიკისადმი ბავშვობიდან მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მივიღე იმისგან, ლიტერატურისგან, ისტორიისგან, იმიტომ რომ მეზობლები მყავდა, დასავლელები და ისინი ბავშვობიდან რო შეხედეს დაინტერესებული იყო. მე ამერიკა ყოველთვის მომწონდა, იმიტომ რომ საოცარია, კიდე გეუბნებით, ქართველების 99%-მა არ იცის. და მე ამერიკული ოჯახი მაქვს და მე ვიცი როგორ შრომობენ ჩემი შვილის მეზობლები, როგორ უვლიან თავის შვილებს, როგორ უვლიან თავის კარმიდამოს, ის არის რასაც ქართველმა შეიძლება იოცნებოს თავის სახკარში, ხო? ვერ მიხვდნენ წყლობით წერ. არაერთხელ მივწერე საელჩოს, ღია წერილი მივწერე ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იქ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, იქ სახელმწიფო დეპარტამენტს, ანუ საგარეო საქმეს, რასაც ჩვენებურად ქვია, ღია დაუწერე რა პრობლემები ექნებათ საქართველოში. მე ვიცი, რომ წაკითხულია, მე ვიცი ეს ყველაფერი და რა გამოვიდა, იცი?
ამათმა წარმოიდგინეს, რომ ეს ერთუჯრედიანები ქართველებს მართავენ. ეს არის დასავლეთის წლები ეწერ, დასავლეთი დაასრულებს თავის აქ ყოფნას თავისი უდიდესი შეცდომების გზით. იმიტომ რომ ბიჭო, ლუკაშენკო მიხვდა და საქართველოს მთავრობის წევრები ქართველები, ვითომ ქართველები ვერ მიხვდნენ. ლუკაშენკო თუ გახსოვს ჩანაწერია, ხო? სადო კაცოს, ქართველებში საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი კაცები მაგენი იყვნენ და ეწოდა. თბილისშიო რა შეგაქო, LGBT შეგაქო? ამის მოფიქრება, ხო გინდაო ესე? აი, უვიცობის დონე სად არის? ერთი რამეც მინდა ვთქვა ბატონ დემო. ამერიკა და აი ეს კოლექტივი დასავლეთი ისეთი ქვეყნებია, რომლებსაც თუ ეთქვით, რომ ჩვენ თავები უნდა დავიხოსოთ, ხელს არ შეგიშლია. თავისუფალი ნება გამოხატვა. უბრალოდ მათ ხელი შეუწყეს ისეთი მთავრობის მოსვლას, რომელიც თავისი ხალხის განადგურებით დაკავდება და ამაში ფულს გააკეთებს. და ქართველ ხალხს მიმართავ ეხლა. ჩვენ გვანადგურებს ჩვენი მთავრობა. აბა ეხლა როგორ შეიძლება უბრალოდ ამერიკა და ევროპა ამაში ხელს არ უშლიან და ახალისებენ, ქრთამავენ ამისთვის, რომ ეს მოხდეს. აი NGO-ებით, იქიდან შემოსული ფულით, აი ამ კოლომოისკებით. აი ესა, როგორ ქვეყანას 80 მილიარდი ტონა მარგანეცზე იჯდეს და ეს ქვეყანა იყოს ღარიბი? აბატონო, ანბანური რაღაცა დავთვალეთ, რომლებიც ჩვენმა გუშინდებმა მასპინძლებმა კარგად არიციან. 587,000, კაი გავანებოთ $1,300, $1,000-ზე, რომელიც არ ჩამოვართ მანგან. 380 მილიონი უკანასკნელი არის ჭიათურ აი იმ საწარმოს. მალავს, არ მალავს საქართველოს ნებართვის გარეშე ვერაფერს ვერ დამალავს. კიდე გეუბნებით, ისეთ სფეროში ვარ ნამუშევარი, სადაც ჯოჯოხეთიდან ამოქონდა დამალული რამდენია ბატონო? ჭიათურის ბიუჯეტი რამდენია? რა უნდა კონდეს? 2-3 მილიონი დოლარი. 2-3-4, ხა 20 მილიონი. მარგანეცის ახლა საბატო გაქვს და წელიწადში 380 მილიონ დოლარს და აქ ლაპარაკი არის 20 მილიონ ლარზე ჭიათურის მთლიან ბიუჯეტზე. ნახეთ, მე გუშინ უთხარი მასპინძლებს. აი მუნიციპალიტეტს არ პერიოდში 90 პერიოდში, როცა მე რეგიონალური კონტროლის პალატის თავმჯდომარე ვიყავი და უკვე წერდი რეფორმებზე, იმაზე, ჩამოვიდა მერსედესის ვიცე-პრეზიდენტი. გუშინ მომიყევით. მოუყევი. მე მიმამაგრეს, მას თხოვეს, რომ ყველაფერი. მე მას მთელი დღე დავყვებოდი. ხათაშორის ბადრიმ ჩამოიყვანა პატარა კაცის შვილმა და გუბერნატორმა, მაშინ გუბერნატორი იყო წმნებული თემურ შაშაშვილი, თხოვა, რომ არ მოცილდე მასო და მთელი დღე დავყვებოდი და ქარხანა დავათვალიერეთ, ეს არ არის პატარა იმდენი საწარმოო, კაც უნდა ყველაფერი ცოდნოდა. 50 ჰექტარზეა გაშ. კი, დავათვალიერეთ ყველა მნიშვნელოვანი, კი, ცოტა არ არის ეგ სასიარულოდ, მით უმეტეს მე ავტოქარხნელი ვარ, იქვე მამაჩემი პირველი ავტოქარხნელებს შორის იყო, იქვე 1 კილომეტრში ვცხოვრობ, მე 14 სკოლასა ვცხოვრობდი, ახლა საუბედუროდ ჩემი შეცდომის გამო თბილისში წამოვედი, არ უნდა წამოსულიყავ. და საღამოს, როცა ვახშამდე, მან კითხა, როგორ ფიქრობთ ავტოქარხნის მომავალს? მე ახლა ბევრი მქონდა ნაფიქრი კაცო, ბოლო იქაური კაცი ვარ, ხო? მე თლათ სტანდარტული ქუთაისელი არა ვარ თბილისში რო წარმოუდგენიათ. ავტოქარხნა იყო სასწაული უბანი, ეს იყო მულტიკულტურალიზმის საუკეთესო აქ ვინ არ იყო, რომელი ევროპული ქვეყნიდან, ჩემი უშუალო მეზობლები ბუენოს-აირესიდან, ფინელები, რა ვიცი, გერმანელი, ებრაელები ყველანაირი ჯგუფი საოცარი გარემო იყო და მე უთხარი არაფერი არ უთქვამს და საღამოს ვახშამზე რომ ვიჯექით მან თქვა ასეთი რამე მე ფაქტურად ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით რაც მე მოვისმინე ავტოქარხნის მომავალზე აბსოლუტურად ზუსტია და მე თანახმა ვარ შემოვიდე ავტოქარხანაში და
კონვეიერს არ გავაკეთებთ აქ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კვანძებს გავაკეთებთ. გასაგებია, კონვეიერს არ გააკეთებს, იმიტომ რომ იმისთვის რომ ქარხანა ჩვენ უარი ვთქვით და შეიტანა თურქეთში. ესე იგი, არ გააკეთებს დიდ კონვეიერს, იმიტომ რომ ადგილობრივი ბაზარიც უნდა იყოს ცოტა. და რა კი ეს არის, მე ძალიან მნიშვნელოვან საკუთარი ნაწილების ხო, ეს ცოტაა? ცოტა. ჩამოვედი მე თბილისში, გამომიშვեց, ხო, აქ იყო შევარნაძის მაშინდელი მთავრობა 95 წელია, ეს ხვიხვინა კომუნისტები, ეს ქართველი შვილები, მრეწველობის მინისტრი, ესე ვერაფერი ვერ გავაკებინე, ძალიან გავბრაზდი. ჩაიშალა მერსედესის შემოსვლა. შემდეგ სიეტლიდან ჩამოვიდა, იცი თქვენ სიეტლი ამერიკაში არის მეტალურგიისა და ფერადი ცენტრი, უზარმაზარი მეტალურგიული ქარხნებია. მაგათ მთხოვეს მე და ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი იყო, ორნი იყვნენ, ძალიან სერიოზულად ვისაუბრეთ ყველაფერი. ფეროშენადნობი დავათვალიერეთ, ყველაფერი დავათვალიერეთ, გაგიჟდა. მეგონაო, ჩვენ გამოუშვითო პირველი ფეროშენადნობიო 1951 წელსო. და ესენიო ვინ არიანო? 1939 წელსო და მე რა თქვა, რა მითხრა იცით? ეს საოცარი დონის სპეციალისტები ამ დანაგვიანებულ სიტუაციაში რატო ყავთ? და მაშინ მან თქვა, წარმოიდგინეთ ახლა ძალიან ბევრი ხალხი დაყვებოდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს არ იყო პატარა არა. მე ნება მომეცით, შემომიშვით, ერთდროულად მომეცით მართვის უფლება ჭიათურშის მანგანუმისა და ზესტაფონისა. მე აქედან გავაკეთებ საუკეთესო წარმოებას. რას ამბობთ? ბაზა არის ფანტასტიკური. ნედლეული აქვე? ამაზეც თბილისში ეს ხვიხვინა ხალხი, ეს ვითომ მეტალურგიული ქარხნის დირექტორები აქ, ეგერ რუსთავში ამაში, ხვიხვინა ხალხი, კიდე გეუბნები, წარსულში გაჩერილი ხალხი, საბჭოთა მოდელის დაბრუნებას და კრედიტებს რო ელოდნენ თავრობიდან, რომ დააფინანსებდნენ რუსთავის მეტალურგიულ ამას იმას, სესხ ბანკებში რო იდგნენ. შეწყვიტეს, არ შემოუშვეს. ამ დროს ვეუბნები, კაცმა მთხოვა გადამეცა თავრობისთვის. დელეგაცია ჩამობრძანდით, მე თქვენ განახებთ სიეტლში რა გვაქვს. ისეც გავაკეთებთ აქ. 95 წელია ერთიც და მეორე. გეკითხებით, მავნებელი და უპასუხისმგებლო, აი, ქვეყნის მტერი ხელისუფლება თუ არ იყო შევარნაძე თუ ვინმეს გონია დიდი მსოფლიო პოლიტიკოსი და საქართველოს მესვეული, არა, ყველაზე დიდი მტერი საქართველოსი. მისი არ შემოუშვი. რაც შეეხება შევარნაძეს, თქვენ კარგად გახსოვთ, მე ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, კიდე გეუბნებით, შეცდომა მომივიდა, რომ პარლამენტში წამოვედი 99 წელს. ქუთაისში შევარნაძე, როდესაც კომკავშირის პირველი მდივანი იყო, 3 ახლო მეგობარი ყავდა. მე ახლა შემდეგ, როდესაც აქტიური ადამიანი გავხდი, ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, ახლა ცოცხალი არ არის, რა თქმა უნდა. აი, კომკავშირის მდივანი იყო და ჩვენ ორნი ვიყავითო მასთან, გვარები მითხრა, ვინ იყავით, რა თქვა, ვიცითო, თვალების რაღაცა გაექცაო და ასე თქვაო. ამ სრულიად ახალგაზრდა კაცო ქართველებს ისე მოუწყობს საქმე ძმა-ძმას არ ელაპარაკებს. ფიცა ერთი სიტყვა თუ ამატებდე ამ კაცის საქართველოს ყველაზე დიდი უბედურება ბატონ დემურის არის, რომ საუკუნეში ორჯერ ებადება მოძულე შვილი. ეს მელუზინა შთამომავლები. ალბათ იცით მელუზინა ვინ იყო? მელუზინა ბაფომეტის სოლი იყო და ყოველ წელიწადს უჩერდა მახინჯ ბავშვებს. და ყველაზე დიდი სიმახინჯე, გონებრივი სიმახინჯეა ჩემო კარგიო. გარეგნულად მაღალი ინტელექტით, კი,
და საკუთარი დედის და საკუთარი მამის და საკუთარი ქვეყნის მოცული. დიდი ბოდიში ძალიან ცუდ ნოტაზე ვასრულებთ მე მგონი და რამე გაქვთ დასამატებელი რა უთხრათ იმ ადამიანს მოდით ასე ვთქვათ ჩვენ გჭირდება ერთადერთი თხოვნა გვაქვს აქ ჩვენს პირად ინტერესებზე არ არის ჩვენ არასდროს არ შეგაწუხებთ არაფერზე გაიაზრეთ ის ფაქტები რასაც ჩვენ აი შემიძლია ღმერთის წინაშე ხაზზე დავიფიცო რომ ერთ სიტყვას არანაირ პიროვნული მიზნით არ ვაკეთებთ ამას გაიაზრეთ ის რასთან გვაქვს საქმე გაიაზრეთ ის რომ რაკის საქართველოს ხელისუფლებებს არ აყავს ოპონენტი წესიერი კონსტრუქციული ოპონენტი რომელიც აიძულებს მათ სიცოცხლეები არ აკეთოთ დღევანდელი პოლიტიკური პარტიები წყალებში ხელისუფლებაში რო არიან და ვითომ ოპოზიცია რო ყავს და ხელისუფლებამ თურმე მშვიდობა რომ მოგვიტანა და აგერ ებრძვის ნაცმოძრაობას ეს არის მოსყიდული ხალხი და მე დავწერე 2 დღის წინ და ნიშანიც მიმონიშნებას გავეწერე როდესაც შენ ყიდულობ პოლიტიკაში პოლიტიკურ ლიდერს შენ ყიდულობ უკანასკნელ ჩათლახს პირდაპირ გეუბნებით ის არა მარტო გადაყიდვას ექვემდებარება ის არის ყველაზე საზიძღარი რამ და რაკი შენ ფულს აძლევ და შენ მათთან აგაკ საქმე შენ არანაკლები დამნაშავე ხარ როდესაც ვყვნი ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციას ინსტიტუტებს საკუთარი ძალაუფლების არაფორმალური ძალაუფლების აი ამ პოლიტიკოსების ყიდვა გაყიდვას თუ იცით ვინ ჩაუყარა საფუძველი თავის დროს ეს ახალი ამბავი არ არის ახალი ამბავი არ არის ახალი თაობა და ახალი სისხლი მჭირდებაო ახალგაზრდულ ფრთაშიო მოქალაქეთა კავშირის და ერთ-ერთი დიდი ასევე როგორც შევარდნაძე იყო ესეთი დიდი პოლიტიკოსი პოლიტიკოსი მიხვდებით ალბათ ისეც ვამბობ ეს თუმრა ერთ-ერთ დღეს სულ ოპოზიციაში რო არის ქობულეთში ეს თუმრა მეორე დიდ პოლიტიკოსი და უთხრა რომ მაგ პოლიტიკოსი ახალი კაცი მჭირდება ოთხნახევარი წელი ეს ნამდვილად ვიცი რა ეს თანამხილველები ყავს ამას დაიბარეს ერთი მომავალში მე პრემიერ-მინისტრი გახდა საქართველოსი ქობულეთელია აი ესო კარგი კაცი ჩანსო და ამასო წავიყვანო რა პარტიიდან პარტიაში სთხოვს რომ მომეციო კი ნოღაიდელზე იყო ბოთლი შამპანიური იქისრეო უფრო დიდ პოლიტიკოს უფრო პატარა მოდი მე უხეშად ვიტყვი ნოღაიდელზე ლაპარაკი ხო ეხლა რამიდან ეხლა ბატონ გაავალეს იქვე რომ სამი ბოთლი შამპანიური მოედან და წახვალოდა ხვალიდან მოქალაქეთა კავშირის იქნებიო ხალხო რასთან გქონდა საქმე და რასთან აგვაქვს საქმე დღეს ეხლა რაც ბატონმა ზაქარიამ ახსენა მე ამ ვითომ პოლიტიკოსებს და ვითომ პოეტებს და მე პოლიტიკაში მოზულ ხალხს პარლამენტში ერთ დარბაზში 4.5 წელი დიდება თქვენს გაძლებას მე გეტყვით კიდე ჯერ ერთი ჩემ ცხოვრებაში ამაზე საზიძღარ ადგილზე არ ყოფილვარ მაგრამ არავითარი პატივისცემა არ გამაჩნია ამ პოეტების მიმართ და არ გამაჩნია კინორეჟისორების მიმართ ვისაც მე უყურებდი ამიტომ რა ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე ფანტასტიკურად დიდი პასუხისგებლობა ჩვენ ამას ამ გავაკეთებთ ქართული ხალხის ნება თუ იქნა ჩვენ არ ვლაპარაკობთ შეცდომა არ დაუშვათ კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა რომ რომელიმე გაერთიანებაში უკანასკნელ კაცამდე ყველა შესულიყოს ასეთი რამ ჩვენ ქართველთა დიდ გაერთიანებას ვარქმევთ გადარჩენილი საღი გულიანი უშიშარი მოქმედების ჯერ ისე რომ ქართველი გონია თავისთავად აი ქართველი როგორია და мама პაპის წარსული ჩვენ мама პაპის გენი და ის რო არ გვაწუხებდეს და мама ჩემის ხსოვნა და ბაბუა ჩემების
ხსოვნა რო არ მქონდეს მე და ბებიების და ფანტასტიკური დედისა, ხო? კაცო, ადამიანი ვარ, მეც ხო იდეალური არა ვარ, შეიძლება თლად კარგი არა ვარ, მაგრამ არც თლად ცუდი ვარ, მე მგონი კარგი უფრო მეტი მაქვს ვიდრე ცუდი, ხო? ასეთე მან მატერიალურ კეთილდღეობაზე რო იყო წავალ ჩემშვილში და ჩემშვილთან ფლორიდაში და 2 პალმაზე ფანტასტიკურად დიდი ეზო აქვს, 2 პალმაზე ამას წავიღებ ხაშურში ვიყიდი გასასვლელში რო იყიდება გავაბა აი თქვენ წახვალ და ბატონ დემურ მე მაინც არ სადარ არა მე გეტყვი რაღა ვერსად ვერ წავალ მაგრამ მეუბნები ხო შემიძლია ასე გაკეთება ხო მე არავის არ ვმადლი მაგრამ იქ რო წავიდე მოვკვდები აი ხართ თუ ჩავალ რაღაც მოკლე დროით რო ბიჭები ძალიან ახლა ჩამოვა ერთი ბიჭი და სიხარულიდან ველოდებით მე და ჩემი მეუღლე ამიტომ კარგად გაიგეთ რაზეა ლაპარაკი ადამიანი რომელიც ფაქტებს ეჩხუბება გონიერი არა რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც რეალობას არ იღებს ან მონა სეთურიც ბრბოა გახსოვთ ხო ის კადრები ან უბრალოდ ბრმა არის აი ან უბრალოდ გაუნათლებელი კიდე სეთურიც ბრბო სცენა ხო გახსოვთ რაცა უხსნე იმ ხალხს ვერაფერს ვერ აუხსნე პოლიკრონიანი ხო იმას უკვე ის არის არავინ ასეთი არავინები საქართველოში საკმაოდ არის რეალობას ვინც არ იღებს ის ან გაუნათლებელია ან იდეოლოგიით და ბელადომანიით განადგურებული ადამიანი რა გვინდა მაგნაირი ხალხი ქართველთა დიდ ერთი რამეც მინდა გითხრათ არაფერში არ გჭირდება ერთი რამეც მინდა გითხრათ ეხლა უცბად არავინ არისო რომ თქვით მე გამახსენდა ერთი ფილმი გამახსენდა არა ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ რატო ქვია იქ პროტოტიპს არა ვიცი რატო ქვია ის მართლა არა ვიცი არის არა ის არის ზუსტად ძე იმ ხალხის რომლებიც დოქსოფულოები არიან თქვენ შვიდ აი ის არავიძე იმ ეპოქაში და აქ კიდე რა ქვია დღევანდელ არავიძეს კარგად მოგეხსენება თქვენ შეაქეს მურიაო და შეაჭამეს მგლებსაო ადამიანს აგზნობინეთ რომ თურმე ყველაფერი შეუძლია მას ამ ქვეყანაში და თქვენ აიყოლიეთ მას შველა უნდა მართლა ვიძახი შველა უნდა იმ კაცს იმიტომ რომ მას თქვენ დაანახეთ და თქვენ აგზნობინეთ რომ ყველაფერი ვაინავსიოს პიშეტო ბოლოს მინდა გითხრათ 25 წელია მე ჩემი შეგნებული ცხოვრების პარალელურად იმისა, რასაც ვაკეთებდი, ვფიქრობდი იმას, თუ როგორ შეიძლება რეფორმების გაკეთება. პირველი სტატია გამოქვეყნა ჩემი 86 წელს და ეს ასახულია წიგნში მომავლის ხედვას თავისუფლების შეგრძნება ჭირდება, ეს იყო ჩემი პირველი წიგნი და აიხლაც არც ერთ პროექტს არ შევცვლიდი, იმიტომ სწორად გქონდა დანახული. საქართველოში არის ყველანაირი მატერიალური რესურსი, ფინანსური რესურსი, ადამიანური რესურსი, თვითკმარი ქვეყანა, რომ ჩვენ ძალიან ღონიერი ქვეყანა ავაქვთ. მე ამას სიტყვებით არ ამბობ. ტომებია დაწერილი მეცნიერულად, საუკეთესო ხალხთან ერთად. მართალია კონცეპტუალურად ჩემი მოსაზრებები იყო, მაგრამ ამას ხო უნდა ჭირდება, მე ხო ყველაფრის მე შეიძლება მაკროეკონომიკა და სახელმწიფოის დავინახო სწორად და სწორად ამაქვს დანახული, შესანიშნავ ადამიანებთან ერთად გავაკეთე. ინოვაციური განით ჯერ თავარი ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს რა არის ამ ხელისუფლების მიზანი, ანუ სოციალური სფერო, რა არის ეს? პენსიები კი არ არის მარტო. ეს არის განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, შრომითი ურთიერთობები და ასე შემდეგ. ამას რომ ჩამოაყალიბებს ხელისუფლება, რომ მე ეს მინდა, ამან ეს უნდა უზრუნველყოს ეკონომიკა. ქვეყანას რომელსაც ჰქონდა განათლება. რომელსაც ჰქონდა მე. აწყობილი იყო, უბრალოდ გასუფთავება ჭირდებოდა. სუბუქი მრეწველობა, ჰქონდა მძიმე მრეწველობა. ქვეყანა, რომელსაც ედგა ატომური რეაქტორი. საქართველოს
საქართველოს პირველი ქვეყანაა, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც პირველი კომპიუტერი და კიბერნეტიკის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, აგერ გპ-ის რო ეძახდნენ საქართველოს სპორტ-ტექნიკურ ინსტიტუტში. პიონერი ამ მიმართულებით. არც ერთი საერთაშორისო სამედიცინო მე როგორც ექიმი გეუბნებთ ამას და 100%-ით ძალიან მაღალი დონეა რა არც ერთი სამედიცინო სიმპოზიუმი მსოფლიო დონის ქართველი ექიმების გარეშე არ ჩატარებულა. უფრო მეტსაც გეტყვის. მსოფლიო ონკოლოგთა საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი იყო ლევან ჩარკვიანი. მსოფლიო ონკოლოგთა საზოგადოების ასოციაციის მდივანი იყო კოტე მარდალეიშვილი, ცოცხალების ადამიანი. ყველაფერი იქნეს იმისთვის, რომ კოტესთვის დაენგრიათ ეს ყველაფერი. საქართველოა ის ქვეყანა, რომელსაც ყავდა მაია მაჩაბელი, მიკრობიოლოგიის კორიფე. საქართველო იყო ერთადერთი რესპუბლიკა იმ 16 რესპუბლიკაში თუ 15 რესპუბლიკაში, რომელსაც ეღირსა სეფსისის ცენტრი. ნახეთ, სხვაგან არსად არ იყო. საქართველო იყო ის იმ რესპუბლიკებში, არა მაქვს რუსეთზე ლაპარაკი, დანარჩენ 14 რესპუბლიკას შორის, რომელსაც პირველად ეღირსა ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი. რატო გვაძლევდნენ ამის საშუალებას? იმიტომ რომ გამარჯვებული ხალხი იყო, არ ხდებოდა ყველაფერი. შემოქმედი ხალხი იყო. ნახეთ და უფრო მეტსაც გეტყვით. ერთმა მითხრა ადრე, არ ვიცი მე ეს ნათქვამი მაქვს თუ არა. აბაო, თუ ესეთი მაგარი ექიმები ვიყავითო, ჩვენ დიპლომები რატო არ მიიღესო დასავლეთში? ვაი, ეს პატრონს მეუთხარი, მართლა არ უნდა მოეცა ჩვენთვის დიპლომი, მეუთხარი ახან ამისთანა კითხვას ვსვავთქო. შენ როგორ ფიქრობ, ასოცმანეთიანი, მანეთიანი, ხელფასი, ექიმი, რომელიც სწავლა ამერიკაში, $700 მისცენ, მეუთხარი. იმუშავებს დღე და ღამე ვირივი. რომელი იმუშავებს? და რომელი გაუწევს კონკურენციას, გინდა ცოდნით და გინდა შრომის უნარით. მათ ამითი დასავლეთმა თავიანთი მოქალაქეების დაიცვა. შრომის ადგილები დაიცვეს. და ჩვენ რა ვქენით? ჩვენ რა ვქენით ავდექი და გლეხს. უბრალო გლეხს. გაუხსენით თურქეთს საზღვარი, ოღონდ დასაღეჭი რაღაცა შემოიტანეო, ყველაფერზე ფასი დავაგდეთ. პოშლინის გარეშე, ანუ საგადასახადო საბაჟოს გარეშე შემოდიოდა, ოღონდ შემოიტანეთ რამეო და მოვიდა და 50 კაპიკი, 50 თეთრი დაადო თავის თურქულ პამიდორს და ჩავარდა ქართული როგორ თქვენ იცით რომ თავრობას ევალება თავისი მოსახლეობის დაცვა, ბაზრის დაცვა, მოსახლეობის სოციალური პირობების დაცვა, მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემების დაცვა, მოსახლეობის განათლების უფლების დაცვა და მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა. და თქვენ რას მომესასრულეთ? შეხედეთ ჭიათურას. ის ხალხი აღარა ერთი სულიად გაიქცნენ, ზოგი შეიძლება აღმოჩნდეს მოზამბიკში. ოღონდ სადმე წავიდნენ და ეხლა ნახეთ ორ რამეს ვიტყვი, ბატონ ზაქარიასაც გავაგზავნებ. ჩემი მეუღლე, როცა ბავშვები პატარა იყო, შვილიშვილები, ჩემმა ქალიშვილმა უთხრა, რომ მე სამსახურს უნდა დავანებო თავი, იმიტომ რომ როგორც შენ გამზარდე, ისე მინდა მე ჩემი შვილების გაზრდა. თუ ჩამოხვალ, ახლა დაცაგებია გაუჭირდა, იმიტომ რომ მე აქ მარტო მეთხარი ჩვენ მომავალი ეს არის და ამიტომ წავიდა და წლები იყო იქ. მე მოქალაქეობაც შეიძლება იყო და არა იყო შეგნებულად. ექიმები ჭირდებოდა, ხო სწორია, ამიტომ მე გეუბნებით ახლა წლობით გამოცდილ ამბავს, რაც ამბობს ჩემი მეუღლე. ჩემი მეუღლე არის პირველი კომაროველი, ოქროს მედალოსანი, თბილისის უნივერსიტეტის მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტზე წითელ დიპლომიანი და ლომონოსოვის უნივერსიტეტში მოსკოვში ერთი მსოფლიო უზარმაზარი მართლად ბომბებში მუშაობდა, უამრავი სტატია გამოქვეყნებული. ის მეუბნება საერთო საშუალო დონე ამერიკულ ექიმებსა, მედიცინასა და საქართველოს შორის არის საქართველოს გაცილებით ძლიერი. კატეგორიულად ჩემ მეუღლეს რომ მოკლეს ყალბ სიტყვას ვერ
საშუალო დონე ქართველი ექიმებისა გაცილებით მაღალია. იყო და გასაგებია კლინიკები და მილიონები როგორც ის და 100,000-ობით იქ არის ცოტა უკეთესი გაცილებით მდგომარეობა. მეორე, ჩემს მონოგრაფიაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები ბატონ ზაქარიასაც ვაგრძელებ. ინგლისელი მეცნიერების ეკონომისტების სტატია მაქვს მოყვანილი, სადაც წერია პოსტსოციალისტურ სივრცეში, არა პოსტსაბჭოთა სივრცეში, პოსტსოციალისტურ სივრცეში საქართველოს დასახელებულია ნომერ 3 ქვეყანად, რომელიც რეფორმების შემდეგ უახლოეს 10 წელიწადში ახალი მსოფლიო ეკონომიკური ვეფხვი უნდა გახდეს. მაგარი ვეფხვი გავხადეთ საქართველოს, დედაუტირეთ ქართველებს. ეკონომიკური მაჩვენებლებით 86 წელს თურქეთს უსწრებდით 6 მეუნებით. ის დამპალი ქართველები რომ ამბობენ თითქოს ეს იყო საქართველოს იყო აწყობილი სახელმწიფო მართალია იდეოლოგიით დაზიანებული, მაგრამ შენ ჩაგივარდა აწყობილი სტრუქტურა იდეოლოგიაც გამოაცლიდი, ინოვაციებს შემოიტანდი, ყველაფერი იყო ელექტრონიკა. შეიტანდი ეროვნული იდეოლოგიას და დამთავრებული იყო საქმე. რა ვქენით? ტროლეიბუსის ხაზებიც და ლიანდაგის დამსახურდია ზუსტად ამასავე იცახდა 4 თვე დამარცხდა. 4 თვე და ესე იგი ჩვენ გქონდა ქვეყანა, რომელიც ქართველებმა დანაშაულებრივად დაანგრიეს. ჩვენ საბჭოთა წყობას ვინც მისდირის ნორმალური არ არის. კიდე გეუბნები. იმიტომ რომ გაცილებით უკეთესი შეიძლება გაკეთდეს და იყო ამის შანსი, ორჯერ ჩაიშალა. პირველად ჩაიშალა 2003 წელს ამ მასკარადის დადგმით, რასაც ვარდების რევოლუცია ქვია, მეორეჯერ ჩაიშალა. მასკარადის შევარდნაძემ დადგა ეხლა რა თუნდა. შევარდნაძემ დადგა ქართველი მაშინდელი იმისთვის რომ ლეგიტიმაცია მოეპოვებინა ვითომ თავისი ჭკუით, რომ უნდა გადატრიალება მომხდარიყო ისე. ხო და შემდეგ 2012 წელს ჩაიშალა. ეხლა არის ერთი შანსი ბოლო დარჩენილი. ამიტომ ყველაფერია, არ იფიქროთ რომ აი რაღაც დაგლახავებული არაფერი არ არის, ყველაფერი გადაყვარებადია. უსაშუალოდ დაზიანდა ქართველს 32 წელია შეურაცხყოფა მიაყენეს, დააკმინეს, დაამცირეს, მაგრამ ქართველი გადარჩენილია. საქართველო გადარჩენილია თუ ჩვენ ამ საქართველოს არ მივანდოთ ცეთურის ბრბოს, რომელიც ხან ერთ ბელადს დაძდებს, ხან მეორე ბელადს დაძდებს, ეს იქნება ბოლო შანსი. დემოგრაფია მოკლავს ქვეყანას, არაფერი არ უშველეს ამას, მიგრაცია ანადგურებს და დაგვაჯული კაცი როგორ და საქართველოს ხელისუფლება აჩქარებს ამ პროცესებს, რომ საქართველოში ქართველი იყოს მიზერული, სიმბოლურად დატოვებენ, მეც არ. აი ეს არის. მინდა? გავაკეთე. არ გვინდა? კიდე გეუბნები. როგორც მოგიყვანეთ მაგალითი კაც თავის მოკლა თუ უნდა 5ჯერ ჩამოუხსნით, მაგრამ მე-6ჯერ მაინც მოშეძლებს და ჩამოიკიდებს თავს. ეს არის დიდი მადლობა ყველას. არქიპოს სეთურის ბრბოს გვირაბს ბრბო არ ნიშნავს დაგვაჯულ კაცად. არასდროს არ ჩამოყრავს იგზარი ბატონო. ეს გვირაბი სხვა მართლობით მიდის, დაგვაჯული კაცი სხვაგანს ის. მადლობა.